დღე მშვიდობის. მშვიდობისა მოგესალმებით და როგორ განწყობაზე ხართ გუშინდელი თამაშის შემდეგ? სიმართლით რა არ ვიყურებია. მე ვუყურე და ფანტასტიკური მაგრამ განწყობაზე ვარ. ხო, ჩემ ბავშვი უყურებდა, ამისთვის სპეციალურად გამოყოდრო გაგვედინების სწავლა ბანამდე თქვა რომ ამას უნდა ვუყურო. ძალიან მიხარია, როდესაც აი ბავშვები არიან ჩართულები ხო ფეხბურთში და რაღაცნაირად დიდი ინტერესი გამოიწვია ბოლო პერიოდში ბავშვებში ამ სპორტმა, რომელიც ყოველთვის პოპულარული არის და მე მინდა მთელ ქვეყანას მიულოცო 3-0 გამარჯვება ხო. შესაძლოა ის აღსანიშნავია, რომ ჩვენი თანამშრომლები და თანაქალაქელები ძალიან ბევრი იყვნენ ჩასული და პრინციპში Facebook-ზე ჩანდა მათი აქტივობა და კი ბატონო, მე როგორც ვიცი, თამაშამდე სომხეთში მიმდინარეობდა გამოსვლები და კარგად გულშემატკივრობდნენ ნაკრებს მოხტი შეიქმნა და ამ მოხტმა გაამართლა და პრინციპში რომ თქვა გულწრფელად მქონდა მოლოდინი იმის რომ გავიმარჯვებდით ულოცავ ნაკრებს, ულოცავ მთელ ქვეყანას და მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს. ნამდვილად ასევე მთელ საქართველოს ულოცავ ამ წარმატებას და ამ გამარჯვებას და როგორც სოფომ აღნიშნა, ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ აი ბავშვები არიან ჩართულები და ერთი კვირით ადრე მითხრა ჩემმა ქალიშვილმა დედა მეგობრებთან ერთად წავიდა და ვუგულ შემატკივროა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მადლობა ბიჭებს აი ესეთი წარმატებისთვის რომ ყველა მიცის თითოეული ფეხბურთელი აი პატარა ბავშვმაც კი სხვათა შორის რატომ აღნიშნე რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დიდი ინტერესი გაჩნდა თქვენ არ იფიქროს მაყურებელმა რომ ხა ფეხბურთის მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესი იყო უბრალოდ აი გოგონებში გაზარდა ინტერესი იმიტომ რომ ეხა გუშინ თამაშის დროს მაგალითად ჩემი ქალიშვილი იძახდა რომ სო დედა ეხა ჯარიმაა და მე გაოგნებული ვუყურებ ნეტაშვილო შენ რა იცი რომ ახლა ჯარიმა არის და მოხარული ვარ ამ ყველაფერს იმიტომ რომ ჩვენ გვყავს გოგონათა გუნდიც ხო ფეხბურთის და მოკლედ უამრავ წარმატებას და გამარჯვებას ვუსურებ ჩვენს ნაკრებს წინ ბევრი თამაში ელოდებათ და იმედი მაქვს რომ ყოველთვის ასე გაგვახარებენ. ხო, ნუ მთავარია შეგვიძლია სიმბოლიზმსაც შევხვდავ შემთხვევაში და აღვნიშნოთ ის რომ ასე თუ ისე ხა ისტორიულადაც დაკვირვებით ჩვენას ერთიანობა იშვიათად გვახასიათებდა ხოლმე და ამ შემთხვევაში ბოლო განსაკუთრებით ახალ ისტორიაზეა ლაპარაკი და ძალიან კარგი მაგალითია და ამ მაგალითს თუ გადმოვიღებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში და საზოგადოებრივში სადაც შეიძლება ადამიანებს 1000 სხვადასხვა ინტერესი ქონდეთ ფეხბურთის გარდა, მაგრამ აერთიანებდეს კონკრეტული თამაში და ამ მიზნით ძალიან ბევრი მიღწევა დაიდო, არა მარტო ჩვენი კუთხით, იმიტომ რომ ჩვენი გულშემატკივრებიც ხამბობენ იმას, რომ კაცო გუნდია და მიყვარს, წააგეს, მოიგებს, ამიშვა მიყვარს. მაგრამ ფაქტად დადეს, რომ არა მარტო სიყვარული, არამედ გამარჯვებების სერიაც იდება ბოლო მთელი ერთი წელი. შესაბამისად ეს უკვე არ არის ჩვეულებრივი გამართლება, ეს არის სერიოზული მოზადების შედეგი და ვისურვებდი რომ საზოგადოებაც ეგეთი ყოფილიყო საბოლოო ჯამში, რომ აღარ გვიკვირდეს. ნამდვილად, იმიტომ რომ უნიჭიერესი გუნდის წევრები ყავს, უნიჭიერესი და მოვიდა ის დრო, რომ სულ წინ გამარჯვებისკენ ვიაროთ და არა უშავს შეიძლება ხანდახან წავაგოთ, მაგრამ ისე რომ ისევ მოტივაცია იყოს, ისევ წისვლა იყოს და აი ესე უხაროდეს მთელ საქართველოს. ეხლა კი მოვიდა დრო, რომ ნახოთ ანონსი თუ რა მოუმზადეთ ჩვენს მაყურებელს. ნახოთ. დღეს გადაცემაში ნახავთ. მეგობრები ქრომოსომებს არ იცვლიან. დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. გადაცემის სტუმარია მერი ვერულიძე. სიშორით სიახლოვე მინი სპექტაკლი ერთი მოქმედებით. ოტია იოსელიანის პოეზიის მიხედვით. გადაცემის სტუმრებია თამარ ბერიძე და შალვა აბაშიძე. რუბრიკა აჯაფსანდალი. მერი ნაკაშიძის რუბრიკა მერის წუთი. რუბრიკის სტუმარია მსახიობი თამარ მაყაშვილი. დღეს მეხსიერების საერთაშორისო დღეა. გადაცემის სტუმარია ნევროლოგი ნათია ხარატი. არია მაყურებელს არ უნდა დაავიწყდეს, გამოიწეროს ჩვენი Facebook და Instagram გვერდი და გამოგვიგზავნოს უკავშირი. ყველა კითხვაზე გავცევთ პასუხს, ხო პატა? სასურველი. მედია პასუხი გვექნება, თუ არ გვექნება, ჩვენ შეგვიძლია მოვიძიოთ ინტერნეტში თქვენსავით და მოკლედ ერთმანეთს გავუზიაროთ ინფორმაცია და გავცოდნა.
მოკლედ დღეს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გახლავთ 21 მარტი. ეს თარიღი არის სიმბოლური, რა თქმა უნდა, და უმნიშვნელოვანესი და წლის გზავნილი არის არავინ დავტოვოთ არჩევანის მიღმა. ვულოცავ თითოეულ ადამიანს და სტუდიაში უნდა მოვიწვიოთ სტუმრად მერი ვერულიძე, მშობელი, რომელიც გაგვესაუბრება ამ თემასთან დაკავშირებით და გაგვიზიარებს გამოცდილებას დადებითი და უარყოფითი მხარეების კუთხითაც. მოგესალმებით. ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მერი, რა გამოწვევების წინაშე ვდგევართ, რა პრობლემების წინაშე ვდგევართ, რა არის სასიკეთო, როგორ ვითარდება ეს ყველაფერი, რომ ვისაუბროთ თქვენი კუთხით, როგორც მშობელმა. დიახ, გეტყვით ყველაფერს. გამოწვევა ამ ეტაპისთვის ის არის, რომ ლაზარი პატარა არც სკოლაში დადის, არც ბაღში და ისეთი მკვეთრი გამოწვევები, რომელიც გამოცდილ დედიკოებს აქვთ და ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად მიაღწიეს ძალიან ბევრ სასიკეთო, ჩვენთვის სასიკეთო, რომელიც გაგვინათ ეს გზა, ამ ეტაპისთვის ჩემთვის ისეთი გამოწვევა არ არის, მაგრამ ვემზადებით ბაღისთვის, ორშაბათს მიდის ლაზარე ბაღში და პირადად ჩემთვის გამოწვევა არის ის, რომ ძალიან გვჭირდება ასისტენტი ბაღში. რაც არ გვაქვს ჯერჯერობით ამ ეტაპისთვის და სხვა გამოწვევა თუ რას გულისხმობთ ასისტენტში? ასისტენტში აი ბაღში ლაზარეს რო თავისი ანუ დავხმარეთ რომ ყურადღება მიექცეს. არა, ლაზარის შემთხვევაში არა, ზოგადად არ არის ასისტენტი. პედაგოგს დახმარებით ჭირდება ასისტენტი, რომ უფრო ყურადღება მიექცეს ბავშვებს. კი ბატონო, რატომ არის ამის პრობლემა? თვითონ კადრები არ ჰყავთ თუ აი მხოლოდ შესაძლებელია ერთი ბავშვის გამო არ მოჰყავთ? ანუ შეიძლება უამრავი პრობლემა. ერთი ბავშვი არ არის, ძალიან ბევრი ბავშვი არა მხოლოდ დაუნის სინდრომით, სხვა შეზღუდვებიც ხომ არის და ჭირდება ყველას, მაგრამ რატომღაც ჯერჯერობით მხოლოდ სკოლაშია და არა ბაღში. მხოლოდ სკოლაშია და არა ბაღში. შენ სკოლაში დიდი ხანი არა, ხო, რამდენიმე წელია სულ რაღაც 10 და 15 წლის წინ ზოგიერება გაცილებით დაბალი იყო და დაუშვათ აი თქვენი გადასახედით აი ამ რამდენიმე წელიწადში რა შეიცვალა მაგალითად თვითონ სოციუმის მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან რამე პოზიტიური ცვლილებები აი რა იყო და რა არის და დაუშვათ თქვენ როგორც მშობლები დარწმუნებული ვარ ანუ როგორ ღებულობთ ამაში მონაწილეობას და როგორ აუმჯობესებთ გარემოს. აი შეხვედრებზეც დადიხართ როგორც ვიცი გუში თბილისში ბრძანდებოდით და ამ თემაზეც რო გვესაუბრეთ რომ არა მშობლები ის მაგარი დედიკოები ესე აღნიშნავ ის მიღწევები რაც ამ ეტაპისთვის არის სავარაუდოდ არ იქნებოდა და დარწმუნებული ვარ რომ არ იქნებოდა იმიტომ რომ ამ დედიკოების ბრძოლის დიდი ბრძოლის შედეგად მიიღწია ყველა ის მდგომარეობა რაც ეხლა მე მაგალითად თავისუფლად რა მიღწევებია ეს მიღწევები თუნდაც ის რომ სკოლებშიც დაინიშნა ასისტენტი მიღწევები ის რომ საათები რომლებიც ჭირდება ჩვენ შვილებს გაიზარდა ეს მიღწევები არის მაგრამ არ არის საკმარისი რაც უფრო მეტი მიღწევა ჩვენ დედების მიზანი არის ის რომ ჩვენი შვილები მივიყვანოთ იმ დონემდე რომ თავიანთი თავი უზრუნველყონ მათ და ეს გვინდა ჩვენი ბრძოლის მიზანიც ყველაფერი არის ეს და თუ ამას მივაღწევთ და დაგვეხმარებიან რა თქმა უნდა ეს იქნება ძალიან კერძო სკოლებში მსმენია რო არის ასისტენტები, სახელმწიფო სკოლაშიც არის ესე იგი, ანუ მიღწეული იქნა მშობლების მხრიდან. დიახ. და მოთხოვნა შესრულებულია. დიახ. აი თქვენ მე როგორც ვიცით გუშინ პრესკონფერენციაზე ბრძანდებოდით თბილისში, წელიწადში რამდენჯერ ტარდება და რა სიახლეებს ეზიარებით? წელიწადში ერთხელ არის 21 მარტთან დაკავშირებით 3 წლის წინ ანუ ეს მხოლოდ 21 მარტთან დაკავშირებით იყო. დიახ, მე-14 იყო. კი ბატონო. ლაზარე 3 წლის არის და რაც დაიბადა მას მე თვითონ ძალიან ბევრი გზა მოვიძიე და მივაგენი ამას. პირადად ჩემთვის ეს სადაც ახლა ვარ და დავდივართ კონფერენციაზე, იმდენად დიდი სიახლეა. მე მგონია რომ რაღაცას ვაკეთებ ლაზარისთვის, ვიბრძვი მიღწევები მაქვს, იქ ჩავალ, უცებ დავიშლები, აი თურმე არაფერს არ ვაკეთებ. მოვდივარ ძალიან დიდი ინფორმაციით. ერთი კვირა მჭირდება რომ ეს გადავხარშო, მე ვიწყებ ახალ ბრძოლას. მაგრამ არის დედები, რომლებსაც აი პირადად მე ქეთს ვიხრი მათ წინაშე, იმიტომ რომ იმდენად დიდი გზა აქვთ გამოვლილი. მაგრამ არის დედები, რომლებიც ჩვენ არ აღიარებენ ბავშვებს. არ უნდათ რომ თქვათ საზოგადოებამ გაიცნოს ან მსგავსი ტიპი ძალიან ბევრი. ჩვენ გვაქვს ჯგუფები, სადაც შემითავაზები, ანუ
ძალიან ბევრმა დედიკომ გამინათა ეს გზა, რომ მომხდარიყავი ამ ჯგუფში და პირადად ჩემთვის ამ ჯგუფში მოხვედრის მერე თავდაყირა დადგა ყველაფერი ოღონდ დადებითი მხრივ. აი ყველა ნაბიჯი გამიფერა. ეს საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციაზე ვსაუბრობთ, ხო, ეხლა? დაუნის სინდრომის ასოციაციაზე გუში რო იყავით შეხვედრას. კი, მაგრამ ბათუმშიც რო ყავს დედიკოები. მშობლების ჯგუფი, აი ქალბატონი ირმა მინდა აუცილებლად ვახსენო, რომ არა ეს არ ვიცი. აი ყველა ნაბიჯი გამიფერა და სულ სხვანაირად დავინახეთ. სულ ეხლა ვისაც ვიცნობ ცენტრში სადაც დავდივარ დედიკოებს რო ვეუბნები, აბა მოდით ჩაერთე. არა იქნებ იცით რა არის ამ ჯგუფში რო დავემატო, ვიღაცა მიცნობს. და მერიდება, მსგავსი ტიპი ჯერ კიდე არის, ასე რომ სამწუხაროდ ისტორიაში რომ გადავხედოთ ნებისმიერი პრობლემის წინაშე დგას საზოგადოება, მიჩქმულებით არაფერი კარგი არ ხდება არასდროს. კი ბატონო, პატაკეთ შემთხვევაში და პრინციპში ამიტომ ვამბობდი რომ საკმაოდ რთულია ხა ამაზე ლაპარაკი თქვენთვისაც, ჩვენთვისაც მithumetes და აი როდესაც რაღაც პროგრესი არის და უშუალოდ იგივე კუთხით ხო თქვენი ვირდით ამისთვის როგორც მშობელი, როგორც წევრი ამ ორგანიზაციის, ეს შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს და უშუალოდ სხვა საზოგადოების წევრებმა რა შეიძლება წვლილი, როგორ შეიძლება შემოიტანონ ისე რომ და უშუალოდ არ ავნონ პროცესს. სხვა საზოგადოების წევრ შეუძლია შემოიტანოს ის დედები, რომლებიც ამ გზას გავდივართ და ვცდილობთ, რომ უკეთესი სიტუაცია შევქმნათ ჩვენ შვილებს და მივდივართ, ვიბრძვით, ხო, ბრძოლა ნამდვილად. არ უნდა გითხრას მსგავსი კომენტარი, ასე ვთქვათ, რომ აი შენ შვილს მიიღებენ ბაღში ეს კითხვა, ან გაივლის, ან კიდე რაღაცა შეუძლია ის შეუძლია, ყველაფერი შეუძლია, აბსოლუტურად ყველაფერი შეუძლია. აი მე მაგალითად ჩემ შვილზე ვილაპარაკებ, სხვაზე ვერ ვილაპარაკებ. მიუხედავად იმისა, რომ 3 წლისაა, ყველაფერი შეუძლია და ყველაფერს შეძლებს. იმიტომ რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს. ასე რომ აქ ვიდივართ ისევ იმისკენ, რომ რეალურად თავარი გამოწვევა არის ინფორმირებულობა და ალბათ იმიტომ აღინიშნება ხა ვიღაცა შეიძლება გქონია და უშოთ რომ აი არის რატო აღნიშნა ხო რა აღსანიშნავი ეს არის რომ გასაგებია რომ აღნიშნა სულ სხვა კუთხით მიდის აქ არის ლაპარაკი რომ რეალურად მინიმუმ 15 წელია საქართველოს ესე იგი უკვე ამაზე აქტიურად მუშაობს ხა ადამიანები და დიდი ჯგუფიდან მაგრამ ამ მაინც ჩნდება ასეთი უაზრო შეკითხვა პირდაპირ ვთქვათ და უშუალოდ გაივლის თუ ამას იზამს თუ იმას იზამს, როდესაც ელემენტარულად შეგიძლია დაგუგლო ბოლო. ხო, საზღვრების დაცვა არ ვიცით. ხო, რაღაცა საზღვარი მაგით თავიდანვე შეიძლება ადამიანს გულწრფელად რაღაცა დაგისვას ადამიანმა კიდე. გულწრფელად შეიძლება კითხოს არც დაფიქრდეს იმაზე, იმიტომ რომ ახლოს იყოს შენთან. უბრალოდ არ დაფიქრდეს რომ გეტკინა თუ არა, მაგრამ ხო შეიძლება უბრალოდ ნუ ჯერ გაარკვიოს ანუ ელემენტარული რაღაცა ხო ახლა მე რო კითხო მაგალითად კალავის დაჭერა შეგიძლია თუ არა ნუ რატო უნდა კითხო შეიძლება ანუ კითხვასაც უნდა ქონდეს დღემდე პრობლემაა გამოდის ხო დღემდე პრობლემაა იმისი რომ მოძიება არ ვიცით ინფორმაციის ანუ უბრალოდ სინამდვილეში გვინდა ამ ინფორმაციის მოძიება თუ არა აი შეიძლება ასე უხეშადაც დავსვათ შეკითხვა, იმიტომ რომ თუ ადამიანები მალავენ ამას, ფაქტის წინაშე ვინც არ დგას, ფაქტის წინაშე ვინც არ დგას, მე არ ვიცახი და არც უსურვებ ყველას ისეთ სუდად არ გამომივიდეს, მაგრამ აი ნათესავებში საახლობლოში თუ დგას ვიღაც ფაქტის წინაშე, მაშინ თვითონ ჩაგიტარებენ აგიტაციას და თვითონ მოგაწვდიან ძალიან ბევრი ინფორმაციას, მაგრამ ვინც არ დგას, აი ვერც კი წარმოუდგენია მსგავსი რამ თუ ხდება და პირიქით, ან იმიტომ აქვთ ესეთი კითხვები, დაჟე თუ კითხავენ რამდენი შვილი გყავთ, ზუსტად ვიცი უკან რა იმალება, უნდათ როცა ეტყვი რომ 2 შვილი მყავს, კითხვა მოდის, ჯამრთელია ის? ჯამრთელია დაუნის სინდრომი არ არის დაავადება, ეს არის მდგომარეობა და ამიტომ ზის ბავშვს ეძახი მე ისე თითოეულ რომ პრობლემა ჯერ კიდევ ჩვენშია საზოგადოებაში. იმიტომ რომ ერთადერთი მიმართულება ახლა ჩემთვის ეს არის ოდესაც თქვით რომ არსებობს დედები რომლებიც ჯერ კიდევ ჩრდილში არიან და არ უნდათ გამოჩნდნენ ხო ეს პირდაპირ მიუთითებს რომ პრობლემა ისევ ჩვენშია და საინტერესოა ვინ უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს არ რთულია რომ ეს ყველაფერი გადალახონ უკეთესი მდგომარეობა დედებთან მიმართებაში წინა წლებთან შედარებით აი გაცილებით უკეთ ყოველი წლიდან წლამდე მე მაგალითად ვურჩევ ყველა დედას ამ კონფერენციებში ჩაერთონ იმიტომ რომ უსაშუალოდ დიდ ინფორმაციას და დიდ მხარდაჭერას იღებს აი მე ჩემი გზა რომ არა თუნდაც ბათუმის ჯგუფში და თუნდაც იქ ვერ ალბათ ვერ და აქედან ამ გადმოსახედიდან სამი თვე რომელიც განცდისთვის დამჭირდა მივსწრე
ვსტირი იმ სამთვეს, რომ არ დამეკარგა ის სამი თვე, უკეთესი შედეგი მექნებოდა. ისე მე აქტიურად არის, აი გარდა ამ წელიწადში ერთხელ ეს რასაც ასოციაცია აკეთებს მაგალითად, აი ეს მშობლების სხვა აქტივობები თუ არის, ან თუნდაც თქვენ მშობლებს ხო არ გაქვთ სურვილი, ხო არ გაერთიანდეთ, რამეს ხო არ გეგმავთ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ აქტიურობა აუცილებელია. აუცილებელია და ბათუმში დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში, სადაც მე მოვხდი იქ ალბატონი ირმას დამსახურებით, ხდებით იმ დედები ერთმანეთს უზიარებთ, არა მარტო დაუნის სინდრომის სხვადასხვა ტიპის ბავშვები, ყველა ინფორმაციას ერთმანეთს უზიარებთ და ძალიან კარგია, მაგრამ რაც უფრო მეტი იქნება, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, რომ ისევ დედები გავაძლიერებთ ერთმანეთს. იმიტომ რომ ლაზარე ამჟამად პატარა არის, რომ გაიზრდება შეიძლება ძალიან ბევრი რამ მოუნდეს, თუნდაც თეატრალური სტუდია, თუნდაც რაღაც აქტივობები და აი აქ ვაწყდებით ალბათ უფრო მეტად პრობლემებს. მე კიდე აღნიშნავ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ პატარაა, ძალიან მინდოდა, რომ ცურვაზე მეტარებინა. პირადად არავისთან არ მივსულა, არც არავის არ განვიხილავ ასე საჯაროდ, მაგრამ რამდენიმესთან სატელეფონო საუბრის შედეგად პირდაპირ უარი მივიღე, რომ ჩვენ მზად არ ვართ, ვერ მივიღებთ. არ ვიცი სპეციალისტები არ ყავთ, ისე ძალიან ზრდილობიანად, ძალიან, არა, არსად არ ღებულობენ. აუზის შემთხვევას ვიძახი უბრალოდ, ცურვას. ხოლო ცურვას ვიძახი, ხა რაც მე მინდოდა, რომ სანამ გაივლი და უფრო აქტიურად დახმარებოდა ეს აუზი, მაგრამ უარი მივიღეს. პრობლემა უფრო ზემოთ არის კიდე ვიდრე ჩვენ გონია, იმიტომ რომ მართლაც ეხლა შეიძლება რომ დაურეკო წვრთნელს, მართლა არ ქონდეს ამის გამოცდილება და ამისთვის უნდა ზრუნავდეს ალბათ საზოგადოებაც, განათლებაც და აბსოლუტურად თითოეული ადამიანი რომ არავინ დავტოვოთ არჩევანს მიღმას. ზუსტად ეს არის წლის გზავნილი და უნდა გავითვალისწინოთ. ერთ დავამატებ თუ შეიძლება, მხოლოდ ლაზარეს ზოგადად მოიხსენიებენ მზიშვილი, ლაზარე მზიშვილი არა, ლაზარე ჩემი შვილია და ასე რომ მზესავით გვათბობს და გვილამაზებს ჩვენ უსაყვარლესები არიან და ულამაზესები არიან და ისეთი მანათობელი ვიზუალი აქვთ ხო? აი მე ვადარებ მზეს მაგ კუთხით და აი ესე სიმბოლურად. არა, ეს ჩემი აზრია უბრალოდ. ყველა არის, რა ვიცი, მოკლედ კარგია, ძალიან ბევრი მიხვდა, ძალიან ბევრი სხვადასხვა პრობლემისა, ზოგადად პრობლემისა. 1000 პრობლემა გვაქვს განსაკუთრებით კიდე ჩვენს ქვეყანაში, მაინც კარგია რომ ლაპარაკი მაინც დაიწყო ამაზე და რაღაც მოქმედებები დაიწყო და რასაც თქვენ ხაზიარებთ, რომ ასე თამამად შეგვიძლია ხმამაღლა რაღაც დავაფიქსიროთ, გვესმის რომ ხანდახან ვიღაცა უხერხულად ძნობს თავს, ვიღაცა ცოტა დაბნეულად ძნობს თავს, მაგრამ კარგია რომ ამაზე ვლაპარაკოთ, კარგია რომ ვიღაცები რაღაცებს აკეთებენ და იმედია რომ წლიდან წლამდე, როდესაც მით უმეტეს 1000 შეხვედრა იქნება იქ ტელევიზიის საშუალებით, კონფერენციის საშუალებით, აი ნაკლები პრობლემა იყოს და ყველა ჯერზე დაუშვათ უკან რომ მივიხედავთ საზოგადოებაზე ფლეთ ლაპარაკი, აი გვიკვირდეს კიდეც რომ აი სად ვიყავით და რატო ვიყავით საერთოდ იქ, როცა ასე შეიძლებოდა თურმე. აი ამის იმედი მაქვს, რომ საერთოდ პრინციპში რატო უნდა ქონდეს დავსი პრობლემები, ხო? თუ დავირქვით ადამიანები, გადავიერებო რომ გამოვიდეთ. პირველ რიგში საკუთარი თავის ვიღართ. ზედმეტი ასე როგორც ამბობენ ზედმეტი გადამეტებული მოწიწების გარეშე და პირიქით მეორე უკიდურესობის დამალვის გარეშე, ხო? რა ჩვეულებრივად როგორც ივიღოთ ისე როგორც არის. რა თქმა უნდა. დაწლებით ნაკლები პრობლემა გვექნება. მე რას ეტყოდი იმ დედიკოებს და მშობლებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ ჩანან, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ თქვენი მიმართვა ახლა იქნება დასაფიქრებელი. მე ვეტყოდი და ვურჩევდი, რომ არც ერთი წამი არ დაკარგონ, აღიარონ თავისი შვილი და მიიღონ ზუსტად ისეთი, როგორიც არის. იმიტომ რომ პირადად ჩემ შემთხვევაში მასწავლა ბრძოლა, სწორად დანახვა ადამიანების, აი დილით ვიყავი სტუმრად და იქ აღვნიშნე, რომ ზუსტად ვიცი და ვხედავ, ვინ ეფერება იმ გულით და ვინ ეფერება ხათრით. ხო და ამიტომ ვურჩევდი, რომ ჩვენ ოჯახსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, აი ძალიან დიდი, ლაზარე ცხოვრობს ძალიან დიდ სიყვარულში. და ოჯახიდან დაწყებული, ყველა ოჯახის წევრს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ჩაერთოს ბავშვის ნებისმიერ განვითარებაში. დიდ სიყვარულს დარწმუნებული. სულ ლაზარეს ტერმინოლოგიით საუბრობთ სახლში და ასე რომ ვურჩევდი, რომ არც ერთი წუთი არ დაკარგონ. არც ერთი წუთი. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენთვის გამოყავით რამდენიმე წუთი. თქვენც გირჩევთ, რომ ყურადღებით იყოთ ხოლმე ერთმანეთისადმი. რამდენიმე წამში დავუბრუნდებით.
დავბრუნდით ისევ პირდაპირ ეთერში და ვფიქრობ, რომ ის ყველა პრობლემა, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, ძალიან მალე გამოსწორდება და ჩვენ საზოგადოება მივალთ იმ აზრამდე, რომ ჩვენგან განსხვავებული ადამიანი არ არსებობს. და იმედი მაქვს, რომ მერის და მერის მეგობრებს დედიკოებს აღარ ექნებათ ის გულისტკენა, რაც დღეს ახლა ჩვენ მოვისმინეთ და ვფიქრობ, რომ დროა უკვე რომ მოვემზადოთ, რომ შევეჯახოთ ამ პრობლემას პირდაპირ, რომელიც ჩემთვის მაგალითად პრობლემა არ არის. ნამდვილად და ეხლა უცებ ხაზრას გავუსვი გონებაში მერი ძალიან იშვიათი სახელია და ლაზარეს დედიკოსაც რომ მერი ქვია, ეს არ ამიღნიშნავს, მაგრამ ნუ რა ვიცი, ძალიან სასიხარულო ამბავია და ნამდვილად არ არის ეს პრობლემა, იმიტომ რომ რა ვიცი ჩვენ არ ვთვლით ამას პრობლემას. ძალიან კარგი რაღაცა თქვი შენ, რომ მრავალფეროვნება ხედავდეთ ერთმანეთში და არა რაღაც კონკრეტულ შტამპს, რომლის იქითაც, იმიტომ რომ ხშირად გადიოდა კაცობრიობა ამას, ხო და საბოლოოდ მსგავსი მიიღო მეორე მსოფლიო ომის დროს კოშმარი, როდესაც რომელიღაცა ერები თვლიდნენ, რომ უბრალოდ სხვა ერები საერთოდ არ წარმოადგენენ ადამიანებს და თვლიდნენ, რომ რაც უნდა და ის შეიძლება იქნათ იმათთან და ამიტომ იწყება ყველაფერი პატარა პრობლემებიდან და როდესაც აფიქსირებ ამ განსხვავებას, მერე შეიძლება მიხვიდე ასე თუ კიდურესებამდე. გვიანი იყოს. ხო. ახლა გადავინაცვლოთ ხელოვნებაში. ხელოვნების უნივერსიტეტი ემზადება პრემიერისთვის, ეს იქნება მონოსპექტაკლი სიშორით სიახლოვე ოტია იოსელიანის პოეზიის მიხედვით. სახელწოდებით უკვე ვთქვი, მაგრამ მინდა გავიმეორო კიდე სიშორით სიახლოვე, ეს იქნება მინი სპექტაკლი ერთი მოძრაობით, ერთი მოქმედებით და უფრო ვცლად რომ გავიგოთ, უნდა მოვიწვიო სტუმრები. ჩვენი სტუმრები იქნებიან თამარ ბერიძე, თეატრალური ხელოვნების დოქტორი, ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ქორეოგრაფი და შალვა აბაშიძე, ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, რეჟისორი და პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი. მოგესალმებით და მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო და მოხვედით. გადავალ პირველი კითხვით ბატონ შალვასთან და მაინტერესებს, რატომ ოტია იოსელიანის პოეზია გაკავშირებდათ თუ არა რაიმე ოტიასთან? დიდი მადლობა. მოწვევისათვის, ჩემთვის პატივია ჭარაში, ჩემ მშობლიურ კუთხეში უპირველესად დაბრუნება და მithumetas თქვენთან სტუდიაში სტუმრობა. მე ოტია იოსელიანის შვილობილი ვარ. მთელი ცხოვრება მაკავშირებს ამ პიროვნებასთან, ჩვენ ერთად მოღვაწეობდით, ერთად ვქმნიდით. თვითონ ეს ნაწარმოებიც, როდესაც იქნებოდა, მე ვიყავ თანამონაწილე და შეიძლება ითქვას ერთ-ერთი სუბიექტი, ობიექტი, რის გამოც იქნებოდა ეს ყველაფერი. რამდენადაც სათაური საოცრად ღრმა ფილოსოფიურია და მნიშვნელოვანია თვითონ ეს სიშორით სიახლოვე, აი ჩემი ემიგრაციაში ცხოვრების პერიოდში ეს ნაწარმოები გახდა ერთგვარი საოცნებო, სათქმელი და სათამაშო. დაბრუნებისას მივიღე გადაწყვეტილება, რომ გამეკეთებინა მონოსპექტაკლი და მეთამაშა მხოლოდ მე. ეს იყო რთული რამდენადაც ამ პიესაში თავის დროზე ეს იყო ლიტერატურული კომპოზიცია გათეატრალებული ბატონ ოტიას სახლ-მუზეუმში, თვითონაც თამაშობდა ამ წარმოდგენაში, სპექტაკლში. Რამდენად იყო ვალდებულებად კი თქვენ ბატონი ოტიას ესეთი პირდაპირი, აი მკაცრი დამოკიდებულება, მიდგომა, მოთხოვნა საშემსრულებლო თუ ადამიანური ყოველმხრივ რთული პიროვნება იყო და ამდენად ჩემთვის იყო წარმოსადგენად ურთულესი რამ, რომ როგორ შევძლებდი ამ ყველაფერს. უკვე თითქმის 9 წელიწადია ვიწვია ამ ცეცხლში და ვფიქრობ, რომ მალე ნახოს ბათუმელი მაყურებელი და არა მარტო ბათუმელი, ექვესტუმრებიან წყალტუბოდან, თბილისიდან, მეგობრები, პროფესიონალები, თვითონ ბატონი ოტიას შვილები, შვილიშვილები
ვფიქრობ მომიწევს ამ ურთულესი ამოცანის განხორციელება. კი ბატონო. თამარ, მაინტერესებს როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება და როგორ მიმდინარეობს სამუშაო პროცესები. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ჩვენი გაცნობა მოხდა ხელოვნების უნივერსიტეტში, სრულიად შემთხვევით სალექციო პროცესზე მივდიოდი და ბატონი შალვა შემხვდა დერეფანში. ქალბატონი ნინო ახლდა რეჟისორი დავითაშვილი, ვინც დგამს ამ სპექტაკლს და მთხოვეს, რომ აი ამ სპექტაკლში გამეკეთებინა რამდენიმე ცეკვა, რომ უფრო მრავალფეროვანს გახდიდა და რა თქმა უნდა დავთანხმდი მეც, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი საქმეა და საინტერესო. გავიცანი ბატონი შალვა, აი ესე მაქვს პატივი. ასევე მნიშვნელოვანია მუსიკა. რომელი მუსიკა აირჩიეთ, იმიტომ რომ პოეზია, სპექტაკლი, ქორეოგრაფია არ არის მარტივი და აი ეს არანჟირება. მე შენ მოგეხსენება სპექტაკლში ცეკვა ცალკე ფილოსოფიაა და ეს მით უმეტეს, როდესაც ტექსტი ადევს, იმიტომ რომ ტექსტს სხვა რითმა აქვს, ცეკვას თავისი რითმი აქვს, მუსიკას თავისი რითმი აქვს, ამიტომ ამისი ტანდემი და ამისი შერწყმა არის ცალკე საკვლევი თემა. ჩემი დისერტაციის ერთი ნაწილი კი მაქვს ამაზე დათმობილი და ჩემთვის ძალიან საინტერესოა ტექსტის და მოძრაობის მუშაობა მასთან და წარმოიდგინეთ ახლა რაც არ უნდა მოცეკვავე და პროფესიონალი იყო, როდესაც ტექსტი ადევს ცეკვას, ისე კი არა ვთქვათ, რომ მე ვიცეკვე გავჩერდი ვთქვი არა. პარალელურად მიდის ცეკვის რითმი, მოძრაობის რითმი და ტექსტის რითმა ლექსის. ეს არის ურთულესი ცალკე სამუშაო. ამიტომ ქალბატონმა ნინომ აირჩია ერთ-ერთი მუსიკა ვალსი და ორი ქართული მუსიკა, იმიტომ რომ ერთი ხორუმზე არის ურთულესი რიტმი, ხორუმი და მოძრაობები და ერთი არის კიდევ ნიაზ დიასამიძის ნამი ველს განდაგანის მოტივებზე, იმიტომ რომ აი ქართულ ენას და ქართულ მუსიკას გაუკეთეს პოპულარიზაცია. თორემ იყო მოსაზრებები კიდევ სხვადასხვა. ამიტომაც ვიკითხე, ძალიან საინტერესო იყო, იყო კლასიკური, იყო ქართული და დარწმუნებული ვიყავი, რომ ქართული მუსიკა აღშღერდებოდა. ბატონი შალვას დიდი ის იყო სურვილი, რომ ქართული მუსიკაც ყოფილიყო, თორემ ჩვენ ტანგოსკენ მივიწეოდით. თამარ, მსგავსი შემთხვევა თუ გქონია მანამდე, თუ ეს არის პირველი, იმიტომ რომ დიდი პასუხისმგებლობაა შემიძლია თამარმა თქვა, როდესაც ოტია იოსელიანის პოეზიას აფორმებ ქორეოგრაფიულად. რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველა რეჟისორთან, ყველა სპექტაკლზე, რაც არ უნდა სპექტაკლი იყოს, ვინც არ უნდა რეჟისორი იყოს, ჩემთვის დიდი გამოწვევაა და გამოცდილება, იმიტომ რომ მე ვასწავლი სტუდენტებს, მსახიობებს, რომლებიც შემდეგ უნდა დადგნენ სცენაზე და ეს ჩემთვის ეს კვლევა, რომელიც ახლავს აი ამ ტექსტთან მუშაობას, თუ ნებისმიერ სპექტაკლში მუშაობას, ეს არის დიდი გამოცდილება, რომელიც შემდეგ გადამაქვს მე სტუდენტებთან, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ვასწავლი მსახიობებს უკვე 20 წელია და არ არის მარტივი ერთი და იგივე რუტინული ამბავი ყოველდღიურად გააკეთო ისე რომ შენთვისაც იყოს საინტერესო და სტუდენტებისთვისაც. ამიტომ ჩემი მუშაობა ნებისმიერ რეჟისორთან, ნებისმიერ სპექტაკლში არის ჩემთვის კვლევა, ექსპერიმენტი, ძალიან დიდი. მქონია შემთხვევა, აი ბატონი გიორგი მარგველაშვილი დგამდა დრამატულ თეატრში და ანალოგიური სიტუაცია იყო, როდესაც მთხოვა რამდენიმე ცეკვაზე თან ტექსტი, რომელსაც ახლავდა, დამედგა ეს პატარ-პატარა მონაკვეთები და ისეთი დიდი შრომა დაგჭირდა, ისეთი დიდი, რომ მივახციეთ, მე შედეგი დავდეთ, როგორც გვინდოდა. და ის ზუსტად მაშინ გამიჩნდა აი ამ თემაზე კვლევის ინტერესი, რომ ტექსტის და მოძრაობის შერწყმა ეს ძალიან დიდი ფილოსოფია და ცალკე ამბავია. კი ბატონო, ბატონო შალვა, ოტიას პოეზია ძალიან ღრმა და მრავლის
სათქმელია. მაგრამ მაინტერესებს აი კონკრეტულად ამ სპექტაკლის ძირითადი სათქმელი რა იქნება? ნართალი ბრძანდებით საერთოდ ბატონიოტია პირველად და შემოქმედებითად რთული ხაზია და რთული რეალობა არის. შეეხო ბატონიოტიას ნამუშევრებს ეს იმას ნიშნავს იცხოვროდა ღრმად თუ ვერ ჩაწვდი არა მარტო სხვა თვითონაც გაგიჭირდება მის აღქმა თუ აი თუ არ დაიწვი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რამდენადაც თვითონ ბატონიოტია შინაარსობრივად და შემოქმედებად ბუმბერაზი ადამიანი იყო და ეს ახლა თანდათან უფრო ჩდება მისი გარდაცვალების შემდგომ ფიქრობ. კი, ნამდვილად. საჭირო იყო ბატონიოტია ბევრმა არ იცის რომ ის ასევე წერდა ლექსებს. მან ეს პოეზია შექმნა 70 წლის ასაკში ღრმად უკვე საკმაოდ მოხუცებულმა ადამიანმა და ეს იყო ახალი პოეზია ეს 90-იან წლებში იქნებოდა ისე რომ ჩვენ რეპეტიციას ვთამაშობდით და დილით უკვე ხდებოდა ახალი ნამუშევარი. აი იდგმებოდა წარმოდგენა და იქმნებოდა შედევრები. მე ვფიქრობ რომ ეს ფორმის სონეტური პოეზია რომელსაც ახლებურად მოусმენს მაყურებელი და ვეცდებით რომ პირადად მე რომ მაყურებლისათვის რეალური გავხადო ის ღრმა ხედვა და ღრმა შემოქმედებითი წვა რაც ამ დიდ შემოქმედს ახასიათებდა და როგორც ის გადმოცემდა რეალურ ადამიანის სულიერ განწყობას. სიშორით სიახლოვე ეს არის ყოფნა შორს, მაგრამ ახლა მე რამდენადაც უცხოეთში 22 წელიწადი ვიცხოვრე, ამდენად საინტერესოა, როდესაც უფრო აი შორს ყოფნით უფრო ახლოს ხარ მართლაც სამშობლოსთან საყვარელ ადამიანებთან, რომ ეს ამ ფორმით გადმოცემა და მაყურებელთა მიტანა იქნებოდა ძალიან საინტერესო. და განსაკუთრებით ეს ხომ ის არის, რომ ჩვენ ბევრი რამ დაგვეკარგა ამ ბოლო წლებში, დავკარგეთ. პირველესად ეს არის იმ დაკარგული გზნობების, ემოციების ხელახლა გაღვიძება და მოტანა კონკრეტულად ეს სიყვარული, მეგობრობა, ფილოსოფია, ყოფნა, არ ყოფნა, თემები ის რაც თითოეულ ადამიანს აწუხებს. აი მოსმენისას აი ადამიანი რწმუნდება, რომ ის რაც ერთ შემოქმედს დანახული აქვს, როგორ ლაგდება თითოეული ყველას გულში და სულში. ამდენად ეს ღრმა ანალიზი, რომ ეს შემოქმედებით თეატრალური ხერხი, რომ იგვეტანა მაყურებელთან ეს ჩვენი სურვილი, იყო საჭირო, რომ მხოლოდ პოეზიის წაკითხვა არ იყოს საკმარისი, რომ რეალურად საინტერესო და სასურველი გამხდარიყო წარმოდგენა. ამიტომ ჩავთვალეთ ქალბატონ ნინოსთან ერთად, ვთხოვე ქალბატონ ნინოს, რომ დავხმარებოდა რეჟისორულ მიმართებით, საჭირო იყო სხვადასხვა ელემენტების შეტანა. მე ახლა რამდენადაც ძველი მოცეკვავე, ძველი მომღერალი და ასე შემდგომ ასე ვთქვათ, გადავლახე სირთულები და ცოტა გავამრავალფეროვნე. ხო, ამიტომ თქვენ ბატონო შალვა ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი და რეჟისორი ბრძანდებით და არ არის მარტივი, ალბათ თქვენს გაქვთ მღელვარება, მოირგოთ ეს ყველაფერი და გადმოსცეთ ისე, როგორც თქვენ გნებავთ, იმიტომ რომ კინორეჟისორი კიდევ სხვა, თეატრის რეჟისორი კიდევ სხვა. კინომსახიობი ვარ, მე მეუბნები ვარ. კინომსახიობობაც კიდე მაინც სხვა სპეციფიკაა თეატრთან შედარებით და ძალიან დიდი მღელვარება გექნება, ალბათ თქვენი თვალით დანახული ეს საღამო. ზუსტად ეხლა რასაც ამბობთ ქალბატონ ნინოს რაც გაუზიარეთ, ანუ მოირგეთ ეს ყველაფერი და უფრო გულწრფელი და უფრო ბუნებრივი და ნამდვილი იქნება. ნუ ჩვენ ვცდილობთ სხვათა შორის ის რომ მღელვარება და ბობოქრობა ახასიათებს ამ პროცესს ეს უკვე
აი სახა პირადად ჩემ ცხოვრებაში და ცხოვრებაზე და თვითონ ყოფიერებაზე, ყოველდღიურობაზე ნამეტანი რთული და ფიქრობ რაღაცნა აი თითქოს და ეს ასე უნდა მოხდარიყო, რომ წვა და გათამაშება ამ პოეზიისა იყო აუცილებელი ქართული მაყურებლისათვის. ბატონო შალა, რატომღაც ახლა არ მახსენდება, რომ ოტია იოსელიანის ლექსების ან პოეზიის მიხედვით სპექტაკლები გაეკეთებინა. თუ ვცდებით მაპატიეთ და ალბათ არ გაუბედავთ მანამდე. თქვენ ახსენეთ და აღნიშნეთ, რომ ძალიან კარგად იცნობდით ბატონ ოტიას, მისი გაზრდილი შვილობილი ხართ. რას გეტყოდათ ახლა? როგორ ფიქრობთ? იმიტომ რომ მე როგორც მისი შვილისგან ვიცი, იცოდა პატარა, მკაცრი და კონკრეტული კომენტარების გაკეთება ხოლმე მსგავს რაღაცეებზე. და კრიტიკული. ის ძალიან რთული იყო ბატონ ოტიას ახლობლობა, მეგობრობა მით უმეტეს. აი რა არის, იცით, თქოდა მაქსიმალურს შვილებისგან განსაკუთრებით. ჩემგანაც რა თქმა უნდა, ჩვენ შორის იყო ძალიან ბოლო შეხვედრებიც რა თქმა უნდა რთული იყო, იმიტომ რომ ადამიანი როდესაც მისთან იზრდებოდა, თვითონ ადამიანი ხო მუშაობის პროცესში გარდაისახება, ზოგი დადებითად, ზოგი უარყოფითად, ყოველ შემთხვევაში იცვლის ფერს, ძნეს და ასე შემდგომ და ამ პერიოდში ის ყალიბდებოდა უკვე როგორც აი მხატვარი, რომელიც გძერწვავდა და ქმნიდა შენგან სასურველ გმირს ამ შემთხვევაში. და მე მინდა კიდევ მივაქციო ყურადღება ზუსტად ამ გმირს, რომელსაც ახლა მე წარმოვადგენ, ეს არის რა თქმა უნდა ეს ოტიას ღრმა დამოკიდებულება და ღრმა ხედვა, რომელსაც ის გამოცემს დრამატული ხერხებით. ეს არ არის მხოლოდ პოეზია, ეს არის ის დრამატული, ის რაღაცა ლირიული, ახალი პოეზია, რამდენადაც ბატონი ოტია მოგეხსენებათ იყო უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი დრამატურგი და მისთვის ეს ხერხები იყო სასურველი და გათვლილი, რომ აღსაქმელად საჭიროა. რაც შეეხება მის დრამატურგიას, მე მინდა აქვე ვთქვათ, რომ უკრაინაში განვახორციელი ბატონი ოტიას პიესა არის ესეთი გამოქვაბული, თარგმნე უკრაინულ ენაზე და ხელოვნების აკადემიაში, სადაც მე მოღვაწეობდი და ვასწავლედი რეჟისურას. და იყო ძალიან აი ფიქრობ, რომ მისი ეს დრამატული შემოქმედება და დრამატული ნამუშევრები საჭიროებს ხელახლა გაცოცხლებას და გადათამაშებას და ახლებულად მე მგონი ამის შესაძლებლობა იქნება ბათუმში ფლისწყალობით. მე აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, ბატონი თემური ადრე რექტორი, ახლა ახალ რექტორს, რომლებმაც აბსოლუტური თანადგომით უანგაროდ, აი ეს არის, აი მე მინდა ხაზგასმითა ვთქვა, ჩემ და გასაოცრა და გასახარა ბატონი დაჩი მას გადმოგცა მოკითხვა ტელევიზიას და თქვა რომ აი ის რომ ეს მოხერხდა ბათუმში და ამ დონეზეც დღესდღეობით რომ შეიძლება ითქვას რომ ვართ მოლოდინში პრემიერის, ეს არის ჩვენი ხალხისა და ჩვენი კუთხისა და ჩვენი აი ბატონი ოტიას სადმი დამოკიდებულების შედეგი, იმიტომ რომ მე ვისთანაც არ უნდა მივიდე, რა თემას არ უნდა ვთხოვ, ფინანსური იქნება სულიერი მეგობრული დამოკიდებულებით, ყველა მზად არის რომ ბატონი ოტიას გულისთვის არავინ არ იშურებს არ სცენას, არც თავისუფალ დროს, არც პროფესიონალის, არც თანადგომას. და ეს ჩემთვის არის რა თქმა უნდა. შემთხვევით არ ხდება. დღეს პოეზიის დღე გახლავთ. მინდა აღნიშნო, კი ბატონო, ნამდვილად ხას გავუსვევ ამ დღეს და არ შემიძლია ბატონი ოტიას ესეთი გამონათქვამი არ წავიკითხო. ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყვარული, იმიტომ გვჭირდება, რომ ცხოვრება დაუნდობელი და კაცთმოძულია. ერთ-ერთი გამონათქვამი. ადამიანი ბუნების შვილია.
გარემო ბუნების ხელყოფა, მშობლის ხელყოფა. ყოველთვის იყო პირდაპირი და მე პირადად ძალიან ვაფასებდი და ძალიან მიყვარს და ძალიან ღრმად ქონდა სიყვარულის შეგრძნება მას. თითოეულ ფრაზაში და გამონათქვამში იგრძნობოდა ეს ფანჯრი და რო გადავა სიყვარული, გარეთ უნდა დახვდეო. ან დააბრუნო და აი ამ პატარ-პატარა ფრაზებით ამოიცნობა ადამიანი და ალბათ თქვენ რომ ახსენეთ რომ კაცრი იყო, კაცრი იქნებოდა ირგვლივ რაც ხდება ჩვენს ირგვლივ ალბათ და ამიტომ არ უხსნიდა ყველას გულისკარს. რა თქმა უნდა, ეს არის ერთეულების ეს სახვედრი შემოქმედისა, ჭეშმარიტი შემოქმედისა და არ შეიძლება შემოქმედი სხვა მხრივ სხვანაირი იყოს, ის არის უჩვეულო, განსხვავებული, არაორდინალური, არანორმალური და დავიცი ერთი სიტყვით ცოტა ის არის. აი ამას როდესაც თქვენ მოусმენთ ამ სპექტაკლს, აი დარწმუნდებით, რომ ის 33 ლექსი 100 ლექსიდან, სხვათა შორის მინდა ის სიშორით სიახლოვესთან დაკავშირებით ბოდიში ყურადღებას ვიქცევ დიდი ხნით. რომ აი ეს 100 ლექსიდან შევარჩიე 33 ვეცადე 33 ყოფილიყო სიმბოლური რიცხვი. აი თითოეულში ჩანს აი როგორ მრავალფეროვანი და მრავალსახოვანი და უკვდავია ადამიანი თვითონ. თვითონ გონიერებით და პოეზიით ულოცავ რა თქმა უნდა ყველა პოეზიის მოყვარულს ამ დღეს მაგრამ თუმცა პოეზიის დღე იყო ყველა როგორც ქალის დღე როგორც აი როდის არის რიცხვი თარიღი საათი რომ გავზიაროთ მაყურებელს ეს არის 3 აპრილი საღამოს 6 საათზე მაგრამ მანამდე 1 საათით ადრე იქ არის რაღაც ესეთი რიტუალი ესეთი საღამო უნივერსიტეტმა ესეთი საჩუქარი გამეკეთა რომ სპექტაკლამდე უკრავს კვარტეტი ორკესტრი ღვინოს თავაზობს ერთი ჩემი მეგობარი ბატონი ვაჟა დავითაძე რომელიც უანგაროდ მიდგას გვერდით ჩამოასხა სპეციალურად ჩვენი აფიშის ეტიკეტით სასმისი და ამას თავაზობთ მაყურებელს. არაჩვეულებრივია. არა მარტო სული, ცოტა კუჩსაც. სხვათა შორის უნდა აღნიშნო, რომ მე არ მომეცა ის შანსი და ბედნიერება, რომ პირადად გამეცნო ბატონი ოტია, მაგრამ ძალიან ხშირი სტუმარი ვიყავი მისი სახლ-მუზეუმი, სადაც მისი შვილიშვილი რძალი გვხვდებოდა ხოლმე და ეს სახლ-მუზეუმი ძალიან ხშირად მასპინძლობს სკოლის მოსწავლეებს და რაღაცნაირად როცა შეაბიჯებ მის სახლში მეორე სართულზე, როდესაც ადიხარ, აი ეს მონათხრობიდან რაც გვახსოვს გონებაში როგორი იყო ოტია, აი თითქოს თვალწინ დაგიდგება ხოლმე მისი ხასიათი, მისი ყოველი დღე მაგალითად როგორ რას აკეთებდა ხოლმე მის კაბინეტში და დამახასიათებელი ხმის ტემბრი ქონდა ხო გოგ შემოჩენილი. სხვათა შორის რაღაცნაირად არ ვიცი ხა რამდენად სწორად გამომივა მის შულს ვამსგავსებ აი იმ ჩემს წარმოსახვაში ბატონ ოტიას კი. დაჩი ძალიან ისეთი არის, მაგრამ დაჩის ახლა მე ვეწვიე და უშუალოდ მოვიწვიე ქალბატონი მანანა ბაჩო და დაჩი თვითონ ისინი ვერ ნახე დაჩის გადავეცი და აი დაჩის აი როგორც მამამისისათვის ბატონი ოტია იშვიათად რომ ნახავდი მას ასე ვთქვათ ამაღლებულ საბედნიერო განწყობაზე დაჩი იყო ეს ერთ-ერთი ბედნიერთაგანი მომენტში იმიტომ რამდენადაც დღეს რომ ეს ხერხდება და ეს მოხერხდა და კეთდება ბათუმში კონკრეტულად ბათუმში ეს არის საინტერესო და სადღესასწაულო რა თქმა უნდა. მე აქვე მინდა ერთი მადლობა უთხრა ჩემ პატარა მეგობარს, ჩემ მეგობრის აღმოჩნდა ისე რომ კალბატონი თამარი ჩემ მეგობრის შვილი შეიქმნა მე როგორც გავიკითხე და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავცემ ასეთი თანადგომისათვის და ეს მისი ასე ვთქვათ აქტიურობით მოხერხდა თქვენს ტელევიზიაში ჩემი სტუმრობა პირველი ნაბიჯი მე დარწმუნებული ვარ ჩვენ შევხვდებით კიდევ ერთხელ. აი ეს მინდოდა რომ მადლობა უფალს რომ ეს დღე მადლობა პირიქით თქვენ მადლობა თამარ წარმატებებს გისურვებთ და იმედი მაქვს რომ ჩვენც ვიქნებით მაყურებელთა შორის 3 აპრილს საღამოს 6 საათზე ხელოვნების უნივერსიტეტში
ძალიან ცოტა ადგილი არის, ეს არის მინუსი ამის, მაგრამ როგორმე მოხერხდება, რომ არა უშავს. დავითი. რა თქმა უნდა, კიდევ გელოდებით, არაერთხელ გელოდებით ჩვენს გადაცემაში სტუმრად. ჩვენ ვამშვიდობებით ჩვენ სტუმრებს და რამდენიმე წამში ისევ დავბრუნდებით. დავბრუნდით ისევ პირდაპირ ეთერში და გადაცემა უნდა გავაგრძელო მე და პაატა საყვარელი რუბრიკით. რატომ მერი ახლა ნახე, რატომ არ ვთქვი მერის არ ეთყობა, რომ ჭამასო ჩვენ გვიყურს. არა, რო შემოვედით ეგრევე, ხო, ესე გავაკეთე ხელი. აბა თქვენი დრო მოვიდეთ. ჩვენ ერთით სახლში რო ვცხოვრობდით, ეგრევე მაყურებელი მიხვდებოდა თუ რატოა მერი სუსტი. იმიტომ მასივრამდე მისვლას ვერ მოასწრებდა ჩვენ. ნუ ყველაზე პირველი მე ვიქნებოდი მასიმასთან არა, ჩვენ რო დიდ სახლში ვცხოვრობდით ერთად მთელ ყოველ საწყობზე სამზარეულო გვექნებოდა ალბათ, სადაც ქალბატონი ნონა მგზავრიძე თავის არაჩვეულებრივ სტუმრებთან ერთად მე ვფიქრობ, რომ დრო მოვიდა, როდესაც ნონამ დამერელიიდან თავის დროზე გაამართლა უნდა თავისი გადაცემის კი არა და რუბრიკის სათაური და ეგ კერძი მოგვიბზავდა, იმიტომ რომ ერთ-ერთი საუკეთესო კერძია, რაც ვიცი ზოგადად ჩვენთან, ხო? ეს არის კერძი, რომელიც აი როგორც ლობიო რო არის, ხო, მაგრამ ლობიო ძალიან ცოტა რაღაცა. ძალიან მარტივი გასაკეთებელია. აჯაბსანდალი, მართლა აჯაბსანდალია და ბევრი რაღაცისგან შედგება. სადაც რატატუია საფრანგეთში და ესე აყვანილი ყავთ ცაში და ჩვენ ამ აჯაბსანდალს ასე ხელის აღებით რატო ექცევით? აჯაბსანდალი. მოკლედ ნონა ჩაგვერთვება ახლა და მოგვიყვება თუ რაზეა საუბარი დღეს რით გაგვენებივრებს, რის გამო წამოგვივა ნერწყვებით და რას ვერ ვეღირსებით ახლო ერთ საათში, იმიტომ რომ გადაცემაში ვართ. აი ესე შურიანად დავჯდებით და რაღაცნაირად ბრაზით და ღიმილნარევის სახით ვეზიარებით ამ რუბრიკას. დავიწყეთ. აბა ნონა, მოგესალმებით. მივესალმებით დიდი შესვენების ძვირფას მაყურებელს. 21 მარტია და დღეს თურმე ტირამისუს საერთაშორისო დღე ყოფილა. რა თქმა უნდა, ჩემი რესპონდენტი კვლავ გიორგი ბარამიძეა, რომელსაც სტუმარს ვერ უწოდებ და დღეს სწორედ გიორგი მოგვიმზადებს ამ უგემრიელეს იტალიურ დესერტს. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. ვილოცავ იტალიელებს და ვილოცავ სრულიად სოფლიოს დღევანდელ დღეს და ჩემს სიტყვადეს აღარ აქვს საზღვარი და დღეს ვამზადებ არც მეტი არც ნაკლებ ტირამისუს. თან პირველად ამზადებ როგორც ვიცი, ხო? ეს არ უნდა მეთქვა? კი, პირველად ვამზადებ, მაგრამ ყველაზე რთული ნაწილი რაც იყო მასკარპონეს კრემი უკვე მოვამზადე შეფების დახმარებით. როგორ მოვამზადეთ მასკარპონეს კრემი? კვერცხი, შაქარი, მასკარპონე. ძალიან მარტივი. კი, გავიგე. როგორც ახლა პროფესორი მზარეულისთვის, შენთვის გასაგებია ეს ყველაფერი. მე უკვე ვიცი როგორ მზადდება, უბრალოდ შენ გამოგცადე და გკითხე მაინც როგორ და. არ გჯერათ ხო? ოჩა. ესე იგი ჩვენ რა დაგჭირდება დღეს დავიწყებ. მოკეთ. უკვე იცი. სავოიარდის ჭხირები, ნაწილი დავამტვრიე, ნაწილი დავტოვე ორიგინალ ზომაზე. წინასწარ მომზადებული მასკარპონეს კრემი, რომელიც გამოიყურება საოცრად, მე აი ოპერატორი გვაჩვენებს კონსისტენციას, ხალხო მართლა ზღაპარია, აი, ნახეთ. როგორი ტექსტური. ოი, როგორი კარგია მართლაც. კი, ნონა პროფია და ერკო. მე ხო როგორც პროფესიონალი ასე ვაფასებ. გვაქვს კაკაო, მაღალი ხარისხის კაკაო, ეს ყოფილა აუცილებელი ამბავი. გვაქვს ესპრესო, ახლად გამოწურული და პლეისში სადაც ახლა ვიყოფებით ჩვენ არ იყენებენ ლიქიორს, თვითონ ამზადებენ სპეციალურ ლიქიორს და ამას დავამატებთ ჩვენც. ნახოთ რა იქნება, ორიგინალთან უფრო ახლოს იქნება, უგეუნებიან და დაუჯეროთ. ნახოთ, შევუდგეთ მაშინ. ამის არ მომეკითხო. აი მე როგორც პროფესიონალი კიდე ერთხელ აუსასწავლე მართლა ძალიან კარგი სურნელი აქვს ნეტა მაყურებლისთვისაც შეგვეძლოს აი იმ სურნელის მიწოდება. ოჩას რუსკამ არჩია ეს დიდი მადლობა რუსკას. მოგეთ მე დავიწყებ პირველ რიგში როგორც ამბობენ და როგორც ვაკეთებდით მილანში ჩვენ. ხო, გასულ საუკუნეებში. გარდა გვაქვს კრემი, პირველი ფენა იქნება კრემი. რეალურად ამ ადგილას კლასიკური ტირამისუს სხვა ნერა წვა, მაგრამ მე ჩემს ვარიაციას შემოგთავაზებთ უფრო მარტივს და casual-ს. ხო, სიმარტივეშია გენიალურობა ჩემი აზრით. ნამდვილად. უკეთესიც კი, იმდენად გადატვირთულია ყველა ჩვენგანი, რომ რაც უფრო მარტივად მოვამზადებთ კერძს ან დესერტს, ჩვენთვის უმჯობესია. ამბობენ
წლებთან ერთად ახლა კი წამოვიდა იტალიიდან ეს დესერტი, მაგრამ წლებთან ერთად სახე იცვალა, ზოგიერთი შოკოლადს ამატებს, ზოგიერთი ხილს ამატებს. არ გვინდა ჩვენ მსგავსი ამბები და ვაკეთებთ კლასიკურ ვარიაციას. ესე იგი, ვასხამთ, ანუ ამბობენ, რომ არ უნდა დავალბოთ, სასურველია რომ დავნამოთ და არ დავალბოთ, იმიტომ რომ შემდეგ ეს ჩვენი საوردის ორცხობილა ძალიან კარგავს ფორმას და სტრუქტურას. ამჯერად ჩვენ უბრალოდ ვარბილებთ კი, უბრალოდ ვარბილებთ, ვნამობთ. ხო, დავნამავთ. ესე მე რო ვიყო სამზარეულოში შეფი, ვიყიდი შხეფის აბანას და იდეალური კი, უფრო მარტივი. უფრო მარტივი იქნება და ჩვენ მაყურებელს შეუძლია ეგრე გამოიყენოს. ხოთაშორის ხო ვასხამთ და ვაიმე რა კარგად სურნელი აქვს საოცარი. უკვე. კი. აი ნონამ თავისი წვლილი შეიტანა ჩვენს მე შემიძლია ესე ცოტა იდეალური დესერტის საწყობაში. შევარხიო. დიდი მადლობა. არაფრის, როგორ გეკადრებათ. გადაგვაქვს. უნდა უთხრეთ, რომ ძალიან მარტივია ტირამისუს აწყობა მეგობრებო, ამიტომ სადაც ვისაც აწყობა ძალიან მარტივია. დესერტი, ხო, მომზადებაც ეგრე ვფიქრობ, ხო? ძალიან კრემის ამბავია რა, ცოტა სირთულე. ჩვენ წინასწარ მომზადებთ, იმიტომ რომ დროის ფაქტორია, თუმცა ესეც არ არის შემდეგ დროს, შემდეგ ესე გადავიტანეთ პირველი ფენა, ვამატებთ ჩვენს გრანდიოზულად გემრიელ მასკარპონეს კრემს. მოკლედ ამ დესერტს ჩემთვის რაღაც განსაკუთრებული ემოციები მოაქვს. ჯადოსნურია თითქოს, აი სულ სხვა ემოციებს აღწევს. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დესერტი ალბათ შენ რამდენად მოგწონს ტირამისუ? არ ვარ დიდი გულშემატკივარი, მაგრამ ვიტყვი ერთ რამეს. როგორც მაშინ თქვი პიცაზე და პასტაზე, იტალიაში როცა მივირთვი ტირამისუ და შევადარე ბათუმურს, ბათუმური მირჩევნია, მომიტევეთ ჩემი სუბიექტური აზრი, მაგრამ ბათუმში ყველაფერი გემრიელია და რავი ჩვენ ალბათ ჩვენი ქალაქი გვყავს ზედმეტად და მაგიწოთ ნეტა მისი ბრალია. ქართველები ვართ ზედმეტად გენიალური ადამიანები, საოცარი მზარეულები, საოცარი გურმანები. სამზარეულო გვაქვს ჩემი აზრით გამორჩეული, ჩემი პირადი აზრია ეს. მე ყველაზე მეტად ქართული სამზარეულო მომწონს. შეგვიძლია ვედავოთ იტალიელებს, იქნებ ქართულია. კი. არა, მაგაში ვერ შევედავებით, თუმცა მომზადების სპეციფიკა და ტექნიკა შეიძლება ვიღაცებს უკეთ გამოსდით აქაც, რატომაც არა. ნახო, ვეფხისტყაოსანი თუ არ არის ქართული? დიდი ამბობენ. ხო. თითქოს არ არისა. გადავიტანეთ მეორე ფენა და ეხლა დარჩენილ მასას იდეალურად გავთვალებე როგორც პროფესიონალ მომზარეულმა. რაოდენობები დამეხმარა იქ მეგობრები. გადაგვაქვს ბოლო ფენა მასკარპონე. ეს უფა შემიძლია მხოლოდ მე მივირთვა, ხო? იმიტომ რომ მე მიყოფ. ხო, შენთვის არის ჩემთვის. მაინც ჩვენ ყველაფერს შენთვის ვაკეთებ ზოგადად. კი, რა თქმა უნდა. და ყველაზე ესეთი საინტერესო და ბოლო შტრიხი ალბათ ყველაზე რთული მომენტი მეგობრებო, აი ახლა ნახეთ. წინასწარ ვაკეთებინა. ესე გადმოგვაქვს კაკაო. ყოჩახ, კარგად. აი ნახე, ორი თითები საოცრად მიმოძრავებს ხალხო, აი. ამას მხოლოდ შენ თუ შეძლებდი გიორგი. ორი თითი ერთდროულად მოძრაობს. წე ვითხარ ისინი კიდევ. ამას გაკეთებ შეიძლება მაგრამ. ცდი. ესე უნდა მეჭიროს. ვიცა? არ შევრცხვი ახლა? ახლა. შესაბამისად დაგემოვნებით, მე დავაგემოვნებ რახან დონამ მოამზადა. ბოლო შტრიხი ჩემზეა, მე შევიტანე წვლილი, ესე იგი მე დავამზადე. მართალი ხარ, აი აქ დაალაგეთ. ლოგიკა. ერთი შენ, ერთი მე. დავაგემოვნეთ პირდაპირ ეთერში. უბრალოდ აი ნახეთ რა ახლო კადრით. ახლო და ნაჩვენე რომ წამყვანები დავბოღმოთ. საოცრად გამოიყურება სტრუქტურა, ფერი, კონსისტენცია, სუნი. სუნს ვერ გადმოვცემთ, მაგრამ არა უშავს საერთაშორისოც მიბრაზდებიან ხოლმე ჩვენი თანამშრომლები. პირდაპირ ერთხელ ჩვენ მოვალთ და სტუდიაში მოვაზრებთ რამეს. კი, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ეგ. იმიტომ რომ მათაც დავაგემოვნებინოთ, იმდენი ადამიანი გვიბრაზდება რატოა. ხო, არ ვიცი, ალბათ კი. ეხლა დარწმუნებული ვარ. ცოტა კარგად უნდა დაგვერბილებ. სოციალურ ცილში დაგვედებენ იტალიურ მუსიკას. და რაღაცა სიბრტყე. ხო. კი, აი ისე. როგორ ჭამო? ისე თვითონ ღარიბები არ ვართ. ტირამისუ მომამზადეთ, ესე იგი მდიდრები ვართ მეგობრები. 1 2 და ძალიან გემრიელია. მართლა გავაკეთე ესა? კი. მაი მართლა ხშირად უნდა მომამზადო. პირველი მსვლელობა შენი იდეალურად ჩაიარა. ამ ყველაფერს და როგორც გურულმა თქვა, მეწოდინებაო, ეგრე ვარ მეც, მეწოდინება.
ამიერიდან გიორგი ამზადებს ხშირად ტირამისუს, მოკლედ თქვენც სადეთ მეგობრებო, ძალიან მარტივია და უგემრიელესი დესერტია. ფეის რო ესეთი საოცრებები კეთდება მასთან. მადლობა, დამამშვიდობა ჩვენს მაყურებელს. კარგად. რა თქვა და უბოგმოთო ჩვენებიო. რაღაცა იგრეკავი, ხო? შენ მოხვალ აქ ნონა. მადლობა ნონას და მის სტუმარს რო გვანებიურებს ხოლმე ასეთი ორიგინალური კერძებით და დესერტებით შორიდან უღრმესი მადლობა ამის. აი ეგეთი მორიდებული და ძდილობიანი რო ხარ, აი პროვოკაციის საპასუხოდ. აი ასე აი დაგვაჭდა თავი. შენ არიცი მე როცა ვთქვი შენ აქ მოხვალ ნონა რავი გულისხმე. კი ბატონო. ესე იგი დღეს პარასკევია და ტრადიციულად ჩვენთვის ძალიან საყვარელი და ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან სასურველი რუბრიკის დრო არის. მერის წუთი, რომელიც უკვე დაახლოებით ალბათ მესამე კვირა უკვე გვანებიურებს ამ რუბრიკით და ამ რუბრიკის მთავარი ხიბლი ის არის, რომ მერის ყოველთვის ისეთი სტუმრები ყავს, რომლებსაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ეკრანებიდან და ვიცით მათი საქმიანობა რა საქმიანობენ და როგორ არიან ჩვენს წინაშე წარმოჩენილები, მაგრამ ყველაზე საინტერესო ზოგადად ადამიანისთვის არის რა ხდება კულისებს მიღმა. და აი სწორედ ამაზე აკეთებს ეს მინიშნება იყო კულისებს მიღმა თუ ზოგადად ადამიანის არა, მინიშნება არა, ხო, ანუ გადატანითი მნიშვნელობით ვიგულისხმ, ანუ ყოველთვის ჩვენ გვინდა ხოლმე გავიგოთ როგორი არის ადამიანი ეკრანს მიღმა, ისეთი როგორიც არის სინამდვილეში და აი ამ რუბრიკის მთავარი ხიბლიც ეს არის, რომ სწორედ ამ მიმართულებით გვაცნობს მერი ადამიანებს და ხელმეორედ გვაყვარებს. მოკლედ ახლა მერის წუთის დრო არის და ჩვენ მერე ისევ შემოგიერთდებით და ვნახოთ დღეს მიყავს მერის სტუმრად. დღეს ჩემი სტუმარი იქნება მსახიობი თამარ მაყაშვილი და რატომ თამარი დღეს, იმიტომ რომ ის არის ძალიან პოზიტიური, საოცარი ენერგიის მატარებელი ადამიანი, კარგი კოლეგა, კარგი მეგობარი, კარგი დედა, მაგრამ მაყურებელმა იცის მხოლოდ მისი საოცარი განწყობა, ენერგია, ემოცია, თავისი პროფესია, მაგრამ არ იცია თუ როგორია ის კადრს მიღმა და ძალიან მინდა გაგიზიაროთ აი ესეთი წარმატებული ადამიანების ცხოვრება, თუ ისინი ბოლომდე გულწრფელები იქნებიან და ოქროს გასაღებს, თავისი გზის ჩვენ გაგვიზიარებენ, იმიტომ რომ იყოს თითოეული მათი განვლილი გზა ჩვენთვის მოტივაცია. ქალბატონებისთვის, რომლებიც ჯერჯერობით კიდევ ვოცნებობთ და წინ გვაქვს გასავლელი აი საოცარი ბილიკები, რასაც უნდა მიაღწიოს თითოეულმა. შუადღე მშვიდობის თამარ მოგესალმები. უნდა ჩაგეხტო პოზიტიურად. კარგებო. მომენატრეს რამდენი ხანია ყოფილი რომ აი გიждები შენს ემოციაზე, შენს ენერგიაზე. დამივიწყეთ ძალიან. როგორ დაგივიწყე? აი ამიტომაც ჩემს რუბრიკაში მოგიწვიეს სტუმრად. მოგესმაილმებით, როგორც კატო იყო და ვირები, უკვე აღარ მესალმები, ხო იცი ეს მოგესმაილმებით. თან სმაილის არის, ნახეთ და თან სალამით. კი ბატონო, კომპლიმენტი მინდა გითხრა, საოცრად გამოიყურები. როგორც ყოველთვის და აი შენი ინდივიდუალიზმი ყოველთვის თვალში საცემია. მადლობა, ეს ანაპანა მაფარე, რომელიც ძალიან მომწონს და ლეგენდის მიხედვით ზეჭაბუკმა, ხო იცი, შეიყვარა მზის ქალიშვილი და ის შარავანდედები ქონდათ იმათ და თვალს ჭრიდნენ და თვალი რო არ მოჭრონდათ, ლენტებისგან გააკეთეს და ამიტომ ესე ხო და მეც ხო შემიყვარებს როდესმე ზეჭაბუკი და თვალი რო არ მოვჭრა. ესე იგი ისეთი პერსონა ხარ, აი ესეთი აქტიური, ფერადი და ყოველთვის კარგ ხასიათზე. აი როგორ იადონს აი ბავშვობა მაინტერესებს. ბავშვობაში ესეთი მხიარული იყავი. სასწაული, ჯერგეთ გადარეული ვიყავი. ვის გავხარ ოჯახიდან? იცი რა, თუ საკუთარ თავს. ჩვენ ყველა გადარეულები ვიყავით ოჯახში, დალაგებული არავინ არ ყავდა არასდროს. ნუ აი უფრო ჩემი უფროსი და ანუ სერიოზული დინჯი იყო. შედარებით ხო, ნანა არის შედარებით დინჯი, თორე დანარჩენი დიშლები ისინი ყველანი ვიყავით გადარეული. და ეს ყველაფერი გადამდებია ოჯახში, ბავშვებია ხო და მაგრამ მე ვიყავი ყველაზე ცუდი ბავშვი.
ცუდში რა იგულისხმება? მაბნეც ვიყავი, მერთობოდი კიდევაც, ყოფს ვაკეთებდი, დავძრებოდი სახურავებზე, რა ვიცი, რაღაც საოცრებებს. თუმცა ყველას უყვარდი დარწმუნებული. ხო, და ყველა და სულ ბიჭები ყავდა, ბევრი მეგობრები, გოგოები და მოუყრიდი სახლში და იყო ერთი ამბავი და გაწია და გამატარა. ეს ეხლაც გაქვს ძალიან მეგობრული ხარ, ირგვლივ სულ მეგობრები, აქტიურობა. იყო ჩვენ ოჯახში. აი მე მინდა მაყურებელს გაუსიარო, როგორი ხარ აი ამ კადრს მიღმა კულისებში, სახლში, იმიტომ რომ ყველა გიცნობს აი ეს ენერგიულს, პოზიტიურს, მსახიობს. ჩვენ ხო ჩვენი სევდა გვაქვს ადამიანებს. აი ამ სევდას როგორ მართავ ხოლმე და ეს სიღრმე აუცილებელია თითოეული ქალისთვის. ძალიან მიჭირს, მინდა გითხრა, ხა თუ სიმართლეზე ვსაუბრობ, სიმართლე იყოს. მე როდესაც მაქვს რაღაც ასე ვთქვა, ჩემო ტევები და ამას ძალიან ბევრი პრეისტორია აქვს, რომელიც ხარ დავიწყებ მოყოლად და თუ დავჯექი და მოვყევი მოგწება ტირებით ნახევარი საქართველოს, მე ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო, ამიტომ ვცდილობ, რომ იმ მომენტში, იმ დღეებში, იმ პერიოდში ვიყო სახლში, ჩემთვის მშვიდად, დავუშვათ არ უპასუხო ტელეფონს, რაღაცნაირად ანუ განერიდო ხალხს. განვერიდო ყველა და ყველა. იმიტომ რომ თამარი ყველა მიცის რომ სასწაულ ხასიათია სულ. ყველა მიცის და არავის არ ჭირდება შენი დაზეთილი სახე, მოდი ესე ვიტყვი, ხო, რატო ხარ სულ ხასიათზე, არა ეგეთი ვარ. და როდესაც რაღაცნაირად ერთ-ერთ ფოტოში სხვა შორის ამას მითხეს, რაღაცნაირად ზივარ და სადღაც ვიყურე, ვე რატო ხარ მოწყენილი? არა ვარ მოწყენილი, უბრალოდ რაღაცაზე ვფიქრობ. ანუ მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ მე შეიძლება ასე ვიყო რა. ამიტომ რატო მოდი რა, მოიყვანე თავი ხასიათზე და გადი სახლიდან ისე როგორც უხარია ჩენი დანახვა და იყავ ისეთი როგორც ხარ და აგრესიული თუ გამოხვედი, გაუბედურებული თუ გამოხვედი, რაღაცაზე ჯავრი იყარე და მაშინ იყავი სახლში შენგენესველი და ჩამოგდიოდეს იზეთი. მე ასე ვფიქრობ, ეხლა ასე ვიყავი სულ ეს ამ ბოლო დროს უფრო მეტად დამეწყო რა. აი რაღაცნაირად შეიძლება ასაკში რომ შევდივარ შეიძლება ბავშვობაში ეს მქონდა რაღაცას ვერიდებოდი ხოლმე უცებ მაგრამ მე ისე მოვიქოქებოდი მაგრამ ამ ბოლო დროს უკვე ეწყობა ამდენ ენერგიას რაღაცას რომ ხარჯავ იმიტომ რომ ყველა შენგან მოითხოვს სულ რაღაცას მოითხოვს მიაჩვიე მეგობრები მაყურებელი ახლობლები ყველა აი ამ პოზიტივს ხო მიაჩვიე ხო ნათქვამი ხო იცი მიუჩვეოს რომ მიაჩვიე და მიჩვეოს რომ გადააჭრო და მეც ეგრევა და ერთხელ ბოლოს ჩემო მეგობარმა შემარხვა შენო რაფინირებული რიჟიკა ხარო რაფინირებული ისე მომეწონე რაფინირებული რიჟიკა ხო აი ზუსტად რა არ უნდა რა მეც არ მინდა ვიღაცის რო იწება დილას აი ხლა ძალიან სულად ავარდა ხლა ისა და ხლა ეს მომივიდა და მე ის მომივიდა და მე ეს და მე არ მაინტერესებს ამანებს რატომ გაურბივართ ადამიანები აი ამ პრობლემებს და გვინდა რომ სულ პოზიტიურები ვიყოთ და დაუშვათ არ მიგვიღონ ან არ აუაროთ გვერდი ჩვენს აი ესეთ ნეგატიურ ხასიათს თუ განწყობას ისევ სხვებს ვფრთხილდებით ამ შემთხვევაში გასაკვირველია სხვებს ვფრთხილდებით და ჩვენც საკუთარ თავსაც ამ ბოლო დროს ვფრთხილდებით ამ ბოლო დროს აღარ გინდა იმიტომ რომ რაღაცას რასაც ისმე რაღაცა ის ჩემზე გადმოდის მე ვარ საოცრად აი რო იტყვიან ესე ვიტან ამას ენერგიას ვიღებ და მე თვითონ თითქოს მე დამემართა და საკუთარ თავში ვატარებ ამას ყველაფერს რაი გადაყარე რანაირად გადავყარო ეს ჩემ ტვინში ილექება და ზის და მე რო ვფიქრობ იმაზე რომ ვაიმე დედა რაღაცა ესე იგი ისეთი აქტიური ხარ კიდევ ერთხელ გამიმეორდები ამ სიტყვით ბავშვობიდანვე ხوار შეინიშნებოდა შეში მსახიობის ნიჭი და ხوار აბა გამოდი თამარი თამაში აბა გამოდი ლექსი მაგრამ ჩვენთან ახლა იკრეფებოდა არაერთხელ მომიყოლია მამას ახლა მეგობრები საკმაოდ ისეთი და მე თავხედი ესენი ხო ესე იგი დასხდებოდნენ და ახლა უნდა ვიმღე რა უნდა იმღერო კანტატა რა კანტატას ვღეროდი არა უნდა სასისულელებს ვაკეთებდი სიძე მყავდა არაჩვეულებრივი რეზო და რეზო მუშაობდა მაშინ რა ქვია ქათმების ფერმის რა დირექტორი იყო თუ რაღაცა და რეზოს დაუწერე კანტატა ქათმო ვღეროდი ქათა რეზო ეცემოდა ესე იგი ირეოდა იქ საშინკა მყავდა რომელიც ნუ სულენოვანი იყო ნახევრად მაგრამ საშინკას უყვარდა რომ მოჭიქული თხილი მოქონდა ჩემთვის იტალიურ რეზოში ცხოვრობდი არა ჩვენ ძალიან დიდი სახლია ჩვენი სტუდიის ხელა ის არის დიდი მისაღები ოთახი და ამიტომ სუფრა სუგაშლილი იყო და ყოველ საღამოს მიხვდა მამა რომ ამ ხელა ის იყო მეცნიერი ის არა და ყოველთვის იკრეფებოდა მიშა რჩეულიშვილი მაგალითად მიშასთვის ცალკე მქონდა მიშა იყო გურამ რჩეულიშვილის მამა მამა ხო ასაკი დიდი იყო მიშასთვის მქონდა ცალკე იქ რაღაცა რეპერტუარი ანუ ყველას მქონდა ინდივიდუალური რეპერტუარი და ეს ახლა თამარი ეს ბავშვი გამოვა არტისტიო. ხო, ეს სუიცინოდნენ ეს თამარი გამოვა, ჩვენ დავსხდებით მესამე რიგში, რატო იჯდნენ მესამეში არ ვიცი ოღონდ. მესამე რიგში და ნუ მივართვებთ ყვავილებს, მაგრამ ჩემს ხორო მერე სხვანაირად წავიდა, მაგრამ მაინც მერე დაუბრუნდი სიბერეში, ასე თქვა 22 წლის ასაკში
მაინც მსახიობობას. 22 ასაკში მე მგონი სიბერი არ არის ეხლა. უნივერსიტეტი. მე ვამბობ სამსახიობო კარიერის თვალსაზრისით სკოლა, როდესაც დაამთავრე თეატრალურ უნივერსიტეტში არ ჩაგიბარებია? მოსკოვში სხვაგან არა და შემდგომ თუ დასამალი არ არის რომელი პროფესია იყო უნივერსიტეტში? მე მგეუში სწავლობდი, მე ფსიქფაკზე, ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე და შემდგომ მოვიპარე საბუთები იქიდან, რომ ჩვენ დროს არ შეიძლებოდა 2 და 3 უნივერსიტეტში სწავლობდი და ის იყო აბსოლუტურად დამალული ინფორმაცია, იმიტომ რომ დაგხრიტავდნენ ჩვეულებრივად ტახ და მე ბოლო წელი მქონდა 21 წლის ვიყავი და 22-ის ხდებოდი და მოვასწარი ზუსტად ჩაბარება და ოღონდ რატომღაც ყველას ვეგონე რეჟისორი თეატრალურ ინსტიტუტში. აი ბევრს უთქვას რომ სარეჟისოროზე სწავლობ. არა, არ ვიცი, ეთყობა ჩემი აი გადარეულობის გამო, არ ვიცი რაღაცა ეს მსახიობები უფრო რაღაცა ესე იყვნენ ხომ. ჩემი ჯგუფი იყო გენიალური რა. ჩემი ჯგუფი იყო ბათუმი, თბილისის ჯგუფი და ვამბობ რომ დღევანდელი ჩემი ბათუმის თეატრში ყოფნის უდიდესი სურვილი იყო ჩემი მეგობრების გვერდით ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ ძველი თაობა რომელიც აღარ არის უმეტესი ცოცხალი და გიჟდები მაგაზე და რო უყურებდი ესე იგი გიჟდებოდი ამაზე და სულ მქონდა სურვილი მიუხედავად იმისა რომ თბილისში უამრავ თეატრში მუშაობდი მაინც სულ მიზიდავდა ბათუმი. აი ჩამოვედი ბათუმში გვერდით აგერ კოლეგა მყავხარ ჩემი კოლეგები არაჩვეულებრივი ახალგაზრდები რომელიც მე ძალიან მიყვარს. რამდენი წელი ვკითხულობდი ლექციებს ხო თეატრალურ უნივერსიტეტში ინსტიტუტში მაშინ და ხელოვნების ინსტიტუტშიც და აქაზე ილიას უნივერსიტეტშიც და ჩემი უმეტესი მეგობრები არიან ახალგაზრდები და რაც უფრო მეტად კონტაქტობ ახალგაზრდასთან მით უფრო ახალგაზრდა ხარ შენ თვითონ რა თქმა უნდა мотиваცია ძალიან დიდი რაღაცა ფეხი-ფეხზე გადავიდე და არა мотиваცია აბარ არის გაძლევს ცხოვრებას სწავლის ის რაღაცას გაძლევს შენს მოდიხარ არ შეიძლება რაღაც ადამიანი დაგერგება ეხლა თეატრალურ ინსტიტუტს რაც შეეხება ყოველთვის გვაფრთხილებდა რეჟისორები რომ ოჯახი ჯერ არა იმიტომ რომ კარიერას ხელს შეუშლის როდის შექმენი ოჯახი? არა, მე 2 ბავშვი ჩავაბარე. აი, 2 ბავშვი. რუსო და ნინუცა გაიზარდნენ თეატრალურ ინსტიტუტში, თეატრში და თან ჩვენ პირველივე კურსიდან დავდიოდით სამსახიობო ოსტატობაზე თეატრში. კი ბატონო. მუსიკომედია ერქვა მაშინ ახლა მუსიკალური თეატრი, მუსიკომედიაში და ძალიან ხშირად, როდესაც რაღაცა იყო, სულ იქ მიმყავდა, მომყავდა და რო იტყვია ხოლმე, ხო იცი იმის, რა ქვია, ბატალიონის ბავშვები რო არიან, ხო სულ ვერ თარგმნი რაღაცა სხვა ენაზე. ანუ იქვე მიყავდა ლექციები. რა საკვირველია ლექციები? არაფერი თავისთვის იძნეს შუმად, მე რეპეტი თეატრში აქვს ცხოვრება გატარებული, აბსოლუტურად. არ არის. როგორ ახერხებდი? ნახეთ, აი ეს ბალანსი რო იპოვოს ქალმა, ძალიან ეხმარებოდა ეხლა. ანუ დედას აქვს რა საკვირველია, დედაჩემს აქვს უზარმაზარი ამაგი იმისა, რომ ეს ბავშვები. ხო, ეს მნიშვნელოვანია. მე ბევრი რამ დავთმე, ეხლა აუცილებლად მკითხავ ალბათ ამას და მე გეტყვი რომ კარიერაში მე ძალიან ბევრი რამე დავთმე, მე მქონდა ბევრი შემოთავაზება უცხოეთიდან, ძალიან ბევრი რაღაცები. ჩემი აი ცხონებული ზაზა ხალვაშის ფილმის მერე იყო იქ რაღაც ფრანგი ჩამოსული პროდიუსერი რაღაცა და მე ვერ დავტოვე. მიუხედავად იმისა რომ დედაჩემი საკმაოდ ძლიერი ქალი იყო და საკმაოდ ისეთი რა, მკაცრი და მე მაინც ასე მარტო რო იტყვიან ვერ დავტოვე და ვერ წავედი. იყო გერმანიიდან შემოთავაზებაც. იცი რა, კარიერა მოვა, ნუ რა სამჯერ გამოჩნდები ტელევიზიით თუ 5ჯერ თუ მე რაღაცები მაქვს ჩემს ცხოვრებაში, ნათამაშები, როლები, რომელთაც ძალიან კმაყოფილი ვარ და ჩემს არ არსებობს პირველად და მეორე და მესამედი. ბუჩქი ვარ თუ ის მასკვინისა არ იყოს შემოდიოდა და იძახდა საჭმელი თუ რა ქვია ხო სადილე მოვიტანეო მაგრამ ის დაინახეს ხო ამიტომ ასე არ თაკილობ არაფერ ჩემოკარგო და რაღაცა ბოლო დასკვნითი რის მერეც მე თითქმის უკვე მე ილიაში გადავედი ილიას თეატრში პროფესორ როლებზე რა უბრალოდ მე ელიზბარი გამიჩნდა და ელიზბარს გადავყევი ხო ელიზბარს ხო სიბერის ბოში გავდა ამიტომ რაღაცა ნაკლებად მაგრამ აი ეს ქალბატონ სოფიკოსთან სადაც თამაშობდი ეს იყო თითქოს იმ ეტაპის დასასრული ის მონოსპექტაკლი რითიც მე ერთი ეტაპი დავასრულე და ზუსტად მე გაჩნდა ელიზბარი დიდი ხანი ელიზბარს ვარ და მე ისევ დაბრუნდი იქ ამ დროს მეუღლის მხარში დგომაც აუცილებლად აღსანიშნავია იმიტომ რომ პირველ მეუღლეზე რასაც ვერ ვიტყვი იქ საერთოდ არ იცოდა რომ თეატრალურ ინსტიტუტში ვაბარებდი და იცოდა რომ ვაბარებდი თეატრსონებას და არასამსახიობოზე და ამაზეც ნუ რაღაცა რა ეს უაზრო მენტალობა რეჟიმიდან გამომდინარე ძალიან რთული პროფესია კი და ამიტომ მე ძალიან მალევე
დავცილდით და დავემშვიდობეთ ერთმანეთს, დღემდე დამშვიდობებულები ვართ. ჩემი მეუღლე არის არაჩვეულებრივი ადამიანი გია, რომელიც მე არ ვიცი, მე შეიძლება ითქვას, რომ თვეების ელიზბარი ხელში არ მიყვანია. არ მიიღია რა კაია, თითქოს ის იყოს რაღაცა ნივთი. მე არ მიყვარს ბავშვები სამთვემდე, მოდი მაგასაც ვიტყვე, ხო, არ მიყვარს ეს ბავშვები, რომ იკრიყივენ, თუნდაც კაცო სამ. ამიტომ აბანავებდა თუ რაღაცა თუ სამსახურიდან მორბოდა, მირბოდა, ამიტომ გიას უდიდესი დამსახურება არის ელიზბარის მე მოხდა რომ გია წამოვიდა სამსახურიდან, ამიტომ ელიზბარი უკვე გაზრდილი იყო და მე წავედი თეატრში, ისე უნივერსიტეტში წავედი ლექციებზე და აი ასე. აი თამარი ხა ძალიან ბევრი ქალბატონი გვიყურებს ალბათ და მათ სჭირდებათ мотиваცია. ბარიერები რომელიც ქონდა ცხოვრებაში ახსენე რომ დედა დამიდგა მხარში. აი მეუღლემაც მხარდაჭერა გამოგიცხადათ. რას აქვს კიდევ გარდა იმისა რომ ეს ადამიანები ყავს მნიშვნელობა, საკუთარ თავში როგორ უნდა დავძლიოთ, სად პოულობ აი იმ სიძლიერეს რწმუნებული ვარ უამრავი ბარიერი და უამრავი ტკივილია ესეთი პოზიტიური ენერგიული ქალბატონის მიღმა. სად არის ის სიძლიერე? რა ხერხი შეიძლება იპოვონ ქალბატონებმა და გადალახონ და თუნდაც არიან ქალბატონები, ვისაც არ ყავთ ესეთი ადამიანები და მხოლოდ საკუთარ თავში უნდა ეძებონ ეს სიძლიერე. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია საკუთარ თავს შეუძახოს და აიყვანოს ხელში. უნდა მოინდომო. უნდა დაჯდე და დაფიქრდე, როგორ ჯობია, ლავირება ჯობია, მოლაპარაკება ჯობია, არ შეიძლება პასუხზე პასუხი გაცე, ზოგჯერ უნდა გაატარო, მეც ბევრი რამე არ მომწონებია, მაგრამ გამიტარებია, ბევრი რამე არ გამიტარებია, ამიტომ ჯობია რომ აი ეს ოქროს შუალედი ნახო და მიეფერო, არ მოეფერო, სადაც საჭირო, აი აქ ამაზე მივედი და რა საკვირველია, აი ამ ლაბირინთებში უნდა იარო, იმიტომ რომ შენ სულ ხარ რაღაცაზე ხარ, როცა კატეგორიული ადამიანი და ცემატყე პაატყდა ოჯახში და რაღაცაში, ეს ალბათ უკვე რაღაც პათოლოგია და მე ვფიქრობ, შეიძლება ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ უნდა განერიდო, იქ ბავშვები, იქ ყველაფერი როცა ხდება, ამიტომ ალბათ ურთულესი მე არ მქონია პირადად ეგეთი რამ, მაგრამ ხო გიოსთანაც მქონია რაღაცა შეკამათებები, არ ვამბობ პროფესიასთან დაკავშირებით. აი ხა მაგალითად რუსოს მქონია, იმიტომ რომ იქ რაღაცა მის მეუღლეს არ მოწონს რაღაცეები და მე სულ ტიტველმა ვირბინო, სულ არ ადარდებს გიას, იმიტომ რომ გიას სხვანაირი ჯერგეთი ასაკი ინდივიდუალურია, ხო, შეიძლება არ მოეწონოს და მითხრას რა იყო კაცო რა დაგმართა, მაგრამ ანუ ასე მწარეთ არ რეაგირებს. აქვე ნახე მნიშვნელოვანია, ორივე ქალიშვილი გაყვა შენგზას. ორივე მსახიობია. ეხლა რუსომ ბავშვობიდან მეიცოდა, ნინუცა სულ ორ ჭოფობდა რა, რაღაცნაირად იყო, მაგრამ მე ნინუცაც წავიდა, ჩვენ უთხარეთ, რომ მას აქვს მიდრეკილება საოცარი ენებისადმი, რომ წადი აღმოსავლეთ სოდნეობაზე ჩემი ძმის მეგობარი იაპონურზე, არ მინდა იძახა. და მე არ არის არც ნინუცა ჩამოვარდებოდა რუსოს, მაგრამ აი მის ცხოვრებაში რა მოხდა? მის ცხოვრებაში აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც ის დაწია 1 და 2 წლით კი არა, 10 წლით უკან და ამის უკან ძალიან დიდი მნიშვნელობა ძალიან რთულია და მასთან ერთად ჩვენც ვიყავით ურთულეს სირთულეში და ჩვენ გადავიტანეთ საშინელი პერიოდი, აი ამ შეიძლება არ ვიმჩნევდით მაინდა-მაინც და ეს არ გამოდიოდა ასე სახლიდან, მაგრამ ადამიანი რომელიც წერს 2 წლის მანძილზე ერთ ხალათში თავდახურული ამის ყურება დედასთვის, დისთვის და შარი ურთულესი. ხო, აი როგორც დედა რამხელა პასუხისმგებლობა გაკისრება. როდესაც არიცი რით უშველო. არიცი და ზედმეტადაც ვერ ეხები, ამიტომ ისევ აი რაღაცით მე თვითონ რასაკვირველია ოჯახშიც იმით, მაგრამ ეს არის საშინელება, რომელსაც აი მინდა გითხრა ზომბი, ჩვეულებრივ თვითონ პირველივე დღიდან როგორც კი მოდი ისე ვიტყვი გათხოვდა, უცებ გახდა ზომბი, აი ამ ლაჟი ადამიანიდან თუმცა დღესდღეობით უკვე ყველაფერი რასაკვირველია, ამას დაჭირდა საკმაოდ დიდი ხანი და 11 წლის მერე მან ხმა მოიღო და ზოგიერთმა თქვა კიდევაც რომ 11 წლის მერე რა გაახსენდო. 11 წლის მერე კი არა, ამას ძალადობას საერთოდ არ აქვს
გამართლება. ის რა ქვია ხანდაზმულობა, მადლობა არ აქვს ხანდაზმულობა, ამიტომ 11 წელი იქნება თუ 64, ის უნდა ითქვას, რომ შენი გონება ამით დაიცალოს და მეც მქონია რაღაც ხან ის არ მქონია ძალადობა, მაგრამ ბევრი ტკივილი მქონია რაღაცა. ძალადობაში არ იგულისხმება მხოლოდ ის, რომ შეიძლება დაბატყან ან რაღაცა მსგავსი ფსიქოლოგიური ძალადობა იყოს ისეთი, რომ ადამიანის ფსიქიკა აქ არ იყო მარტო ფსიქოლოგიური, ეს საქმეც მანგაშია, ეხლა ნიმსაზე უყვებით მაღაზე არა, მაგრამ ეს არის როგორი ტკივილი ჩემთვის წარმოიდგინეთ რა. არის ჩემი ყველაზე დიდი დამსახურება არის ის, რომ დღევანდელ დღეს ჩემი შვილები არიან წარმატებულები. მოდი ვიტყვი წესიერები. წესიერები არიან, ხო? წესრიგებს ვეძახი რა, ახლა არ არიან წესრიგები, ორივე გადარეულია რა, ჩემი გუბის არ იყოს. ნახეო რა კარგი ბავშვებიანო, დილას ადრე მოდიან სახშიო და დილას რომ მოვლენ ხომ, ადრე მოდიან სახშიო. ეს შენი ენერგია და პოზიტივი აქვს ორივეს. კი, აქვს ხო ეს გადარეულობა. ახლა მე კიდე ამასაკში რომ გადავდივარ ხოლმე ჭყუიდან, მეუნებიან კაცო რაღაცები. ეგეთი ვიყავის, ცალ-ცალი ფიხსასმელი დავდიოდ და ახლა შემიძლია, ვერო. მე ვერ ხვდები სად წერიან და სად არის აი ეს რაღაცა წყარო, ან ისინი რომ არ შეიძლება 60 წლის ასაკში ცალ-ცალი ფეხი მიდან და დავდივარ, კაცო, შენი რა გადასატანია, რატომ ითვლე? ჩვენი ცხოვრება პირადად ჩვენ გვეკუთვნის. ხო, მე რატო გისვია შავი კომადა, მომწონს. მინდა პარკისფერ კაცაცოს თუ ვერ გავიგე, არა, აი საწერი არც წყარო მაჩვენეთ, რომ ეს არ შეიძლება. მამა ჩემი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ასაკოვანი იყო და მე მყავს უზარმაზარი დები, ხო, რაღაც ასაკები, ჩემზე დიდი დიშვლები მყავს. სულ იძახდა, გინდა მაგიდაზე სიარული. იარე, ოღონდ ყოველთვის გაეცი პასუხი, რისთვის აკეთებ ამას. ბატონო, და მთავარია სხვისი უფლებები. იყავი ღირსეული. ჩვენი თავისუფლებით არ შეიზღუდოს. ვიღაცაშო, მაგრამ ნახეთ რას მიგვაჩვეს. გაგარტყეს, მარცხენა შეუშვირეთ. აი ამას მიხვდე ეხლა, რომ არ უნდა შეუშვირო. არა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ არა. თურმე ყველას იმ წუთში უნდა გასცე პასუხი საკადრისი. შეიძლება თავხედი არ იყო, მაგრამ საკადრისი პასუხი. თამარ, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. დაგემშვიდობ. თორე მე იმდეს ვილაპარაკებ, საღამომდე არ გავჩნდები. ვიცი და ძალიან სასიამოვნოა საუბრობ. დავემშვიდობები ჩემს მაყურებელს, ასევე დაგემშვიდობები შენ და ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა შენ და თქვენ ყველას. კიდევ ერთი მორიგი საინტერესო რუბრიკისთვის და კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ ქალბატონი თამარი არის აბსოლუტურად ყველა სიტუაციაში ისეთივე ნამდვილი, როგორიც არის სახლში, შვილებთან, მეგობრებთან, რა ვიცი, ალბათ საკუთარ თავთან, როცა არის მარტო მაშინაც და ის დადებითი მუხტი, რაც მას თან ახლავს, რაღაცნაირად ახლა გადმოვიდა ჩვენზე და ალბათ მთელი დღის განმავლობაში იმოქმედებს. დარწმუნებული ვარ. დაურჩეს ესეო, რა? კი. ჩვენც ასე გიყურებდით, უბრალოდ ვერ შემოგიერთდით, რა, თუ არ წაგვერთა. ვინმე რეაგირებს, ვიღაცა ტირამისუზე ფიქრობს, ვიღაცა ქალბატონ თამარზე. ფიქრი კარგია. დღეს რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი დღე ისა რა, თარიღობის კასკადია, რაზეც გვილაპარაკეთ სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა რო აღნიშნე, რომ პოეზიის დღეაო, ამის გარდა კიდე მეხსიერების დღე ყოფილა. კი ბატონო. და ჩვენც ვიფიქრეთ და მეხსიერებაში ამოვქეკეთ ეს ინფორმაცია, რომ პრინციპში პოეზია და მეხსიერება ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან და ის რომ რაღაც ასაკში გუშინ ვიხსენებდით სხვათა შორის სულ აპროტესტებდით ხოლმე ხო სკოლაში რაღაც სკოლის შემდეგ რაღაც პერიოდი რომ რატო გვატენით ლექსებს, რატო გვაზეპირებინებთ ამ ლექსებს და ამის გააზრებას, ამისთვის დროის დათმობას ძალიან ბევრი დრო დასჭირდა და სადღაც ბოლო რამდენიმე წელიწადში უცებ დავფიქრდით, რომ იცი რა, იმ დროს როდესაც ვერ იაზრებ, ასე ვთქვათ, ამ ინფორმაციას, სინამდვილეში ეს ყველაფერი ემსახურება ტვინის ვარჯიშს, ხო, ელემენტარულად ტვინის ავარჯიში ამ ლექსების საშუალებით, იმიტომ რომ რითმიკა, ფორმა ყოველთვის გაძლევს საშუალებას, რაღაცნაირი აი ეს მანტრასავით რაღაცა ისე ჩაწერო, ასე ვთქვათ, ტვინში შეიძლება რაღაც გააზრების გარეშე, მაგრამ ასე ვთქვათ, გააფართოვო შენი ის მყარი მეხსიერება, მისცე საშუალება, რომ ბევრი რაღაცა ჩაწერა, იმიტომ რომ კვლევებმა დაადასტურა, რომ ადამიანის ანუ იმდენად დიდი მეხსიერება გვაქვს, რომ მართლა ვერ ვიყენებთ, თქო როგორც მეხსიერებას და არა პროცესს. ანუ რამდენიმე პეტაბაიტი რაღაცა ჯადოსნური სიტყვა რა თქმა უნდა ჩვენთვის, მაგრამ
ანუ ამდენი ინფორმაცია სოფლიოში არ ამდენი დატევა შეუძლია თურმე ჩვენთვის. უბრალოდ გაუვარჯიშებელია ხოლმე და ამიტომაც ვართ იმ ფაქტის წინაშე, რის ფაქტის წინაშეც ვართ. კალამბურიც გამოვიდა. ხო? თანახა შეიძლება სიტყვებიც არ გიყოს. დეტალურად ამ ამბავზე, ზოგადად მეხსიერებაზეც და თუნდაც პოეზიაზეც ქალბატონ თამარს დაველაპარაკებთ, მოგბრძანდით თუ შეიძლება. მოგესალმებით, ჩვენი სტუმარია ნათია ხარატი. ეს არ გამიგდა ისე რომ ხო. იცით რა, მე ვფიქრობ რომ ეს სპეციალურადან კავშირში ხშირად გვექნება. მე წავედი სხვაგან წინასწრაფად ვიცი რომ ცოტა დრო გვაქვს. არა, ეს სპეციალურად გააკეთე, რადგან მახსოვრობაზე გვაქვს ახლა ჩვენ საუბარი. კარგი, მადლობა რომ შევსკენ ხართ. პროვოკაციული განცხადება. ზოგადად დღევანდელი კვლევებით სადაა ეს მეხსიერება? კომპიუტერშიც კი ვინც ვერ ვერკვევი და ეს უყურებთ, ხო? არსებობს რაღაც მოძრავი მეხსიერების დისკები, რომელიც ტრიალებს და რაღაცეების ამოწვა ხდება, ან ფლეშ მეხსიერება, რომელსაც ხედავთ, რაღაც ჩიპებია, როდესაც ხსნით ბოლომდე და აი ვერ ხვდები იქ როგორ რა სახით ეტევა, ხო, გასაგებია, რა ძლევს საშუალებას, რომ აი ეს რაღაცა სურათი, ხო, ფოტო, მუსიკა აღიბეჭდო და ჩვენ თვიში როგორ ხდება ეს პროცესი. იმიტომ ბევრი სხვადასხვა იდეა იყო, ბევრი სხვადასხვა თეორია იყო, ბევრი სხვადასხვა დამტკიცების ცელობა იყო. ახლა რა ხდება? სად არის ადგილი, სადაც ეს ყველაფერი იწერება? ანუ თან ტვინში მთელ ტვინში ხო არ იწერება, ეს იწერება ქერქში მხოლოდ, ანუ რუხი ფერის რაც არის. რაც ცოტა გვაქვს ისე. ხო, რაც ცოტა და რასაც უნდა გაუფრთხილდეთ. კი, ანუ არსებობს თან მეხსიერება ბევრნაირი არსებობს, სწრაფი მეხსიერება, ოპერატიულს, რასაც კომპიუტერში კები ეძახიან, ხო? კი, ამაში მე და თქვენ ერთნაირად ფიქრობთ, ხო? კი, და მე გვაქვს ის წარსული მეხსიერება, რაღაცა მყარი, რაც უკვე დიდი ხანია შენახულია და ანუ ბევრნაირი არსებობს ეს მეხსიერება და რა თქმა უნდა ასოცირებულია ესეთ ტყუილა რაღაცა მშრალი ფაქტების დამახსოვრება, ძალიან კაია სავარჯიშოდ ლექსებს ამბობდი, ხო? ანუ ლექსის დაზეპირება, მათემატიკური ვარჯიშები, ორივე კაია, ანუ ერთი რომ რაღაც რიტმს იზეპირებ და ამას აჩვევ კურსს და გონებას და მეორე ის რომ ანალიტიკური აზროვნების უნარსაც გივითარებ და ანუ თქვენ მიყავთ რომ რაც უფრო რთული და შეფერილია და უშუალოდ რაღაც ფაქტი, რომელიც უნდა დავიმახსოვროთ, მით უფრო ადვილად გამახსოვრდება, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტული ფაქტის გარშემო რომ ყავა შავია, ამის გარდა ყავა ცხელია, ყავა გემრიელია, ყავა ტკბილი ან მწარეა, ყავა מחარებს, ყავა მასებდიანებს, მახსენებს, არ ვიცი, იქ ბალტიკის ნაპირებს, გიბრალტარზე რომ ვიდექ, ხო, რა, აი ბებია სვამდა ასეთ ყავას და ეს ფაქტები უფრო კარგად გამახსოვრებს. ზღვისპირას მოდუღებული ქვიშაზე. ეს ასეთი ასოციაციური კავშირები მნიშვნელოვანია. და უფრო უკეთეს ხდის ჩვენს მეხსიერებას, ხო, რაღაცები და ხო ყოფილა ეგეთი შემთხვევა, მაგალითად, რაღაცა ფილმი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს ემოცია, რაღაცა წიგნი არ მახსოვს დეტალურად სად რა წერია, მაგრამ რა ემოცია და რაღაც გემოზე აფორიზმი მახსენდება. კი, სხვათა შორის ყნოსვითი მეხსიერება არის ყველაზე ძლიერი მეხსიერება და გემოვნებაც ახლოს არის მაგასთან. ყნოსვა უფრო ძლიერია. ცხოველებისგან განსხვავებით სუსტი ყნოსვა გვაქვს, მაგრამ მაინც ჩვენი ცხვირი შეუძლია უფრო მეტი. მეხსიერება უფრო ძლიერია, იმიტომ რომ ჩვენი ყნოსვის ბოლქვი და ქერქი, რომელიც ყნოსვას აღიქვამს, არის მეხსიერების ხო, ანუ და ცოტა ღრმად იქა ლიმბურ სისტემას წარმოადგენს, ანუ ყნოსვის ის ქერქის ის ნაწილი, რომელიც ეს არის მონაწილეობას მახსოვრობის შენახვაში. შეგიძლიათ ახლა დაგუგლოთ პირდაპირ ცხვირში, აი ესე თქვენი ნახრეტი რომ ლორწოვან გარში არის პატარა ნახრეტები და ზემოდან ეს ორი ყნოსვის ბოლქვები ადევს. ასე რომ რაც მოლეკულები ტრიალებს გარშემო პირდაპირ ტვინთან ახლოსაა და ხო პირდაპირ ტვინში ურტყამს ვამბობ. აი თურმე რატო ახდენს სუნამო დიდ გავლენას ადამიანს. ანუ ანალიზატორების უმეტესობა თავის ანუ ტვინთან ახლოსაა. ხო, ანუ აღქმის ჩვენ რაღაცა ხო უნდა დავიმახსოვროთ და ვიმახსოვროთ ამ ყველაფერი აქ. ვიქვათ ერთი და მეორე უნდა გადავივიღოთ რაღაცა ვიგრძნოთ და მეორე უნდა აღვიქვათ და გადავთარგმნოთ ჩვენს ენაზე და ყველაფერი ამ გადათარგმნა ხდება თავის ტვინში. თუმცა მიტანა ხდება ნერვის საშუალებით, ხო და თავის ტვინს იმდენად აი პატარა ნაწილებსაც იმდენად ბევრი ფუნქცია და იმდენად ბევრი ნეირონი იმახსოვრებს ამას, რომ ძალიან აი განუზომელი ნაწილისა, თუმცა ისიც გვინახავს რა უცებ ხო და მაშინ კი ცოტა გაუგებარამდები და დავწრილვამდე, იმიტომ რაღაცები, ცოტა რაღაცები რო ვიცი, მაინც მაინტერესებს. ანუ მეხსიერება, ხო. მეხსიერება ამიტომ ვახსენე მანამდე ფლეშ მეხსიერება თქვენს კიბერნეტიკა ახსენეთ ძალიან მომწონს ეგ პროცესი, მეც სულ ასე ვადარებ. ანუ
პასიური პროცესია რაღაც დაიბახსოვრდა სადღაც აქ უჯრაში დევს თუ აიყო თეორია რომ მეხსიერება არის აქტიური პროცესი, როდესაც რაღაცეები ამ გარე ინფორმაციით იცვლება მუდამ და ეს ცვლილება ასე ტრიალებს რო არ დაგვავიწყდეს ასე. იცი რა, არის ისეთი რომელიც ჩერდება გვავიწყდება. დევს ძალიან შორს, არის რაღაცები რომელიც დევს შედარებით ახლოს და არის რაღაცები რომლებსაც ვერ ვუშვებთ. მაგალითად, ანუ ის რაც ხო, მეხსიერება პროცესია თუ მეხსიერება შედეგია? ორივეა, იმიტომ რომ არსებობს ოპერატიული მეხსიერება, რომელსაც ყოველდღურად ვინახავთ და გვჭირდება და ვამაშვებით, თუმცა შეგვიძლია ამის შეცვლა. მაგალითად, დილით თვალდახუჭული რო ადგები შენს ოთახში, ხო იცი საპირფარეშოში როგორ მიხვიდი ან რაღაცა რომელიც გახსოვს, ხო? და მე გადადი, ხო, უკვე თითქმის ავტომატიზმის დონემდეა დაყვანილი ჩვენი მოძრაობა, რაც მეხსიერებას ახლავს. მაგრამ თუ შენ წახვედი რაღაცა დასასვენებლად და სასტუმროში ხარ, მაშინ ახალი მეხსიერება უნდა შექმნა და ახალი მეხსიერებით უნდა იმოგზავნო. რო არ დავტვირთო ოპერატიული მეხსიერება ამისთვის ავტომატიზმამდე დამყავს რაღაცეები. კი, რაღაცეები ავტომატიზმამდეა და არის კიდე ჩვენთან ამბობენ რომ სტრესი ძალიან, ყველამ ვიცით ხო, რომ სტრესი ძალიან მოქმედებს მეხსიერებას და სტრესის რაღაცეები სტრესის დროს მომხდარი ამბები არ მახსოვს რეალურად, იმიტომ რომ ამ სტრესში რო ხარ, ეს სტრესი თუ არ გაუშვია, კაი, ეხა სულ ამაზე ამბობენ რომ გაუშვი და რაღაცა აი გადაამუშავე ეგ ამბავი და დატოვე თავის ადგილზე. შორს შეინახავ თუ ახლოს, შეინახე. თუ ამ სტრესის რაღაცა პერმანენტულ რეჟიმში ხარ, ეს ნიშნავს, რომ ის მომენტი, რომ ახალი მეხსიერება მიიღოს ამ ჰიპოკამპუსმა და გადასცეს იმ შორმაში, ამას ვერ შვება და ეს რაღაცები შეიძლება ამ დროს, როდესაც აქ რაღაცა ბობოქრობს, ესენი აიცილო. და აღარ დაგამახსოვრდეს რაღაც მომენტებში. ანუ გადატვირთვა ხდება, ასე ვთქვათ, ოვერდოზა, ხო, ეს სტრესი ხო, რაღაც ზედოზირებულია, რაც სხვა რაღაცებს არ გამახსოვრებს. თქო, თვალს არ გიბინდავს, ანუ ადგილია იქ დაკავებული ისე პროცესი, ხო, ანუ სპეციალური ადგილია ქერქვეშა ბირთვი ჰიპოკამპუსი, რომელიც ყველასთვის ცნობილია, მეგონი, იმიტომ რომ ზღვის ცხენის ფორმა და ხო, ამას აქედან არის მისი სახელიც და ფორმაც ისეთია გავს და შესაბამისად ის თუ გადატვირთულია და კიდე არსებობს ისეთი, რომ შეიძლება ეს გადაცემის პროცესი დაზიანდეს, ხო და შესაბამისად ახალი მეხსიერება რაღაცა დღეს გვაქვს და რომ დავიძინებთ, მაშინ უნდა გადავიდეს ეს რაღაცა თაროზე შესანახმო მდგომარეობაში და ეს აღარ გადადის თუ ეს გზა არის დაკავებული ან დაზიანებული. ყველაზე კარგად აი მივადექით რაღაცნაირად ორგანულად, ყველაზე კარგად როდის ვიმახსოვრებთ. ახლა ბავშვობიდან გვაჩვევენ ყველას, რომ თუ რაღაცა გინდა დაიმახსოვრო, საღამოს დაძინებამდე წაიკითხე, რომ ღამე ეს ყველაფერი რო გადამუშავდება, სადღაც ცოტა ხნით იქ თაროზე შემოიდოს, იმიტომ რომ ოპერატიულიდან წაიშლება. თუ ახლა ვისწავლი, მოყვები 5-იანს მივიღებ, მაგრამ 5 წუთში აღარ მეცოდინება, იმიტომ რომ ოპერატიულს არ ჭირდება 2+2 5 ყოველ წამში. კი, ჩვენ მაგას მეგონი ვისაუბრეთ თქვენთან თუ კი, მაგრამ მარადიული თემაა. ხო, მაგაზე ვსაუბრობდით, რომ აი თუ არ დაიძინა, შეიძლება ის მეხსიერება არ შეინახოს. ხო, ყოფილა აი გამოცდაზე მოემზადა, ყველაფერი გონია ისწავლე, მაგრამ მთელი ღამე გაათენ და ესეთი მიდიხარ დილით. ხო, თუ არ მიეცი ამას საშუალება, რომ ესენი შეინახოს, შეიძლება ხო, ანუ უნდა დაისვენოს, უნდა ძილი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მახსოვრობისთვის და აი ამ შემთხვევაში თუ ეს არ დაიძინა რამდენიმე საათი, მაინც არ მიეცი საშუალება, რომ ეს შეინახულიყო. მეხსიერებაზე პრობლემა მაქვს. ხო, არა, ძილი ხო, ახლა მაგაზე უკვე მართლა გვილაპარაკია და მარტო გადაცემაში ჩვენ კი არა, მილიონი ადამიანი ლაპარაკობს ყოველდღე ძილის საერთოდ რა დასვენება. ამაზე შევთანხმდეთ. დავანებოთ თავი ლაპარაკს, ბევრი საქმის ერთად კეთებაც გადატვირთვა გონებისთვის. ზოგადად, ანუ ცხოვრების 30% ძილს ტყუილ უბრალოდ არ მიაქვს. ახლა მასე დათვლილი იყო, რომ 70-75 წლის დავუშვათ სიცოცხლის განმავლობაში, ხო იცით ახლა სტატისტიკა ისეთი ამბავია, ძილში ხო მე-13-ს ვატარებთ ეგ უდავოა. 24-დან 8 საათს, იმიტომ რომ 24-დან 8-ს უბრალოდ 24, იმიტომ რომ ჩვენი პლანეტა 24 საათის განმავლობაში ტრიალებს საკუთარი თავის გარშემო, თორე იქნებოდა დავუშვათ ვენერა შეიძლება 27 საათი ტრიალებს, ზუსტად არ მახსოვს. საქმე იმაშია, რომ ძილის გარდა საპირფარეშოში 4 წელიწადს ვატარებთ, თურმე წარმოიდგინეთ 75 წლის განმავლობაში. ანუ რო გადაავა. ანუ აქ ლაპარაკი იმაზე, შეიძლება ძილში თუ გვენანება 30 წუთი ეგეს თქვათ, რომ საპირფარეშოში 4 წელი რამდენად კარგია, მაგრამ აბა ერთის ცადეთ და მოითვინეთ, ხო? ჩვეულებრივი პროცესია თქვენი ორგანიზმისთვის, რაღაც ნივთიერება მიიღო, გადაამუშავო, რაც ჭირდება დაიტოვო, რაც არ ჭირდება მოიშორო და ახლა ამაზე თუ უარსებობ, არ ვიცი, ახლა ფოტოსინთეზით ჯერჯერობით დაკავებული არ ვართ არცერთ. პატა თქვენის ნებართვით თუ შეიძლება ერთ კითხვას დავასრულო. მიდი აბა სადე. მოკლედ, ნათია ბოლო პერიოდში რაღაცნაირად გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, რომ ანუ დიდი კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ
ის შესაძლებლობა რეალური რაც აქვს ჩვენს ტვინს, რომელიც ჯერ კიდევ არ გვაქვს ჩვენ აღმოჩენილი და ვერ ვიყენებ და უამრავი არსებობს ასეთი რაღაცა, რაზეც მიმდინარეობს კიდე კვლევები, ხო? აი, რა შეიძლება კიდე იყოს ისეთი რა, რაც დღემდე არ გვაქვს აღმოჩენილი და რა შესაძლებლობა აქვს, აი, რაზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძალიან ბევრი. აი, მაგალითად, აი, რაღაც აი 1-2 მაინც რო თქვი, რომ ვიმუშაო და აღმოვაჩინე. კვლევა მიმდინარეობს ძალიან ბევრი და ძალიან ბევრი კვლევა იყო და მე კვლევების შედეგი მეტა-ანალიზი ქვია ამას, ანუ კვლევების რაღაც ანალიზს აკეთებენ კიდე და იქიდან დებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რა უკეთებენ მაგალითად ანალიზი, რო ჩატარდა კვლევა სხვადასხვა ქვეყანაში, მე ვიღაცა იპოვეს ამ სხვადასხვა ქვეყნის ანალიზს და იმის ანალიზს დაწერს. და აი ასეთი შემთხვევები ბევრი კეთდება და მე რო ვიყავი სტუდენტი, მაშინ გვასწავლინა, რომ ნეირონები აღარ აღზრდება, მაგალითად თავის ტვინს უჯრედები, რომ მე ეხლა მე ვასწავლე ჩემს სტუდენტებს, რომ კი აღზრდება, იმიტომ რომ შეიცვალა ამის შესახებ ინფორმაცია. ჩვენ დროს გვამდობოდა, რომ თავის ტვინს მხოლოდ 20% მუშაობს, დანარჩენი არ მუშაობს. ახლა ვიცით, რომ 100% მუშაობს ძირითადად. ანუ მუშაობაში, ხო და ანუ ფუნქციური MRI რო გაჩნდა, მაგნიტური რეზონანსი, როდესაც ხედავთ, რომ ადამიანს რაღაცას ვეკითხებით, ვამოძრავებთ და ეს ყველაფერი ჩანს რა აქტიურდება, ანუ ფაქტია, რომ მთელი ტვინი მუშაობს, მაგრამ თვითონ ტვინის რაღაცა პოტენციას შეუცნობადია და არ ვიცით რისი გაკეთება შეუძლია ჯერ კიდევ. მნიშვნელოვანია ვარჯიში და აი განსაკუთრებულ რაღაცება გზადაგზა ხდება, ხო, აღმოჩენა კიდე ბევრი რამის, მაგალითად ის, რომ გვაქვს სარკისებური ნეირონები, რომელსაც შეიძლება რაღაცა სხვა ფუნქცია შეითავსოს, რომელიც გვიან უკვე 21 საუკუნეში აღმოჩნდა თითქმის. და გარდა ამისა, ყველა კვლევა ტარდება იმისთვის, რომ სამწუხაროდ ნევროლოგი რო გავხდი ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ დიაგნოსტიკის რაღაცა გზები იყო ძალიან საინტერესო იმ დროს ჩემთვის, რაღაცა პაზლივით და გამოძიებასავით მიდიოდი ამ დიაგნოზის დასმამდე, მაგრამ რომ გავხდი მე ნევროლოგი, მე გაცოტა მეწყინა, იმიტომ რომ ბევრ დაავადებას ვერ ვკურნალობ სამწუხაროდ დღემდე. ჯერჯერობით. ხო, ჯერჯერობით, ხო და ანუ გვაქვს ისე მაგალითად შაკიკი, რომელიც აი თავის ტკივილია, ხო, მეტი არაფერი, მაგრამ იმისი 100%-იანი განკურნება არ არსებობს. მაგრამ ბოტოქსი კურნალობთ ვამენეჯმენტებთ ხო რაღაცებს სლით. და შესაძლოა მახსოვრობაც ერთ-ერთი მაგათია, რა ძალიან ბევრი კვლევა მიდის ალცჰეიმერის და სხვა სახის დემენციების სამკურნალოდ მეთოდოლოგიის სწავლაზე შეიძლება საერთოდ შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ დაუშვათ მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო ეს დაავადება აღმოჩენილი, 21 საუკუნის აი აგერ 20-იანებში ძლივს იპოვეს პირველი პრეპარატი, რომელიც პათოფიზიოლოგიურად მკურნალობს და ისიც მხოლოდ 50%-ია შედეგი. და მაგრამ ინფორმაცია შეგვიძლია დავდოთ, რომ გვილაპარაკია მაგ თემაზე, მე გამახსენდა და მანამდეც, ანუ რეალურად იყო მცდელობა ბევრჯერ რომ მოდი მივაქციოთ ყურადღება ასეთ მდგომარეობებს, იმიტომ რომ ერთმა ძალიან ცნობილი იქია, გავიმეორებ იმ განაცემი და თქვა, რომ ჩვენო დღესო ძალიან დიდ ფულს ხარჯავთო პლასტიკურ ქირურგიაშიო, რაც კი ბატონო მშვენიერია, მაგრამ ანუ და ძალიან ცოტასო დაუშვათ ასეთი დაავადებების ხო, როდესაც სიცოცხლის ხარისხი ვარდება და შეიძლება ისე ვქნათო, რომ 21 საუკუნის შუაშიო მივიღოთო მოხუცი ადამიანებიო, რომლებიც შვენიერ გამოიყურებიანო, სქესობრივი ფუნქციების შვენიერი აქვთო, მაგრამ სულ არ ახსოვთო რისთვის აქვთო ეს ორგანოებიო. აი მე რა ცუდი შედეგი. ანუ ასე თქვა პირდაპირ მაგალითად ვერ დაიწყო კვლევა და დიდი ფულის ჩარდება და ამიტომაც მივიღეთ რაღაც შედეგი. კი, ძალიან ბევრი კვლევა მიმდინარეობს, სამწუხაროდ კოვიდის დროს ძალიან ბევრი კვლევა შეწყდა, იმიტომ რომ ეს ადამიანები გარდაიცვალა, რაღაცა ხელმისაწვდომობა რთული იყო, რომ ჩაიკეტა ამ იმებში, თუმცა მაინც რაღაც ნაბიჯები იდგმება და იმედი გვაქვს. ძალიან ბევრი რამე შეიცვალა, მაგალითად იგივე ალცჰაიმერის დაავადებაზე, რომ ამბობდნენ დემენციაზე, რომ მე რო პატარა ვიყავი, სტუდენტი ვიყავი, მაშინ გვეუბნებოდნენ, რომ ტვინი უნდა ვავარჯიშოთო, მე რო გითხრეს ფიზიკურად უნდა ვივარჯიშოთო და ახლა ორივე უნდა ვაკეთოთ ერთად, რომ სუფთა ჰაერის მნიშვნელოვანია და წიგნის კითხვა. ნათია, დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვეწვიეთ, ცოტა დრო ქონა, როგორც ყოველ სამაზე გადაცემის ქრონომეტრაჟი დაგვავიდა. ხო, მე მესიერებაზე საუბრობთ. კიდე ორჯერ ვცავდა თამარის დარქმევა. თქვენ შეგძათ სამაგიერო გადამიხადოთ და დავარქოთ სოფო 1-2 ჯერ და გასწორდებით. ომ დანგება ამ შემთხვევაში. მადლობა. იმედი მაქვს, რომ საერთოდ გავონახავთ ერთხელ დროს და რაღაცნაირად ცალკე რაღაც რუბრიკას მივუძვნით ამ ყველაფერზე ლაპარაკს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის კვლევა ამ კუთხითაც. და რა ვიცი, მე მაგდროულად აი, რჩევები მშობლებს. ჰოლიზმის მომხრე ვარ ზოგადად, მე არ ვფიქრობ რაღაც სული სადღაც ცალკედებს და სხეული ცალკე, იმიტომ რომ სანამ ერთად ვართ,
ჩვენ ორი ჩვენ ერთი ვარ და ხო, ეს ყველაფერი ისახება. თუ გონება მტკივა და რაღაცას განვიცდი, ეს ქიმიურად ისახება ორგანიზმში და თუ ქიმიურად რაღაცა ისახება ორგანიზმში, შეიძლება სულიც მტკივოდეს, ჩვეულებრივი რომ მოვიდა. კარგი, დავემშვიდობოთ ახლა ჩვენ მაყურებელს და მადლობა უთხრათ ასევე სტუმარს, და მადლობა რომ მთელი კვირის განმავლობაში იყავით ჩვენს გვერდით, არ დაგაუწყდეთ ჩვენ ორშაბათიდან ისევ თქვენთან ერთად და აქტიურად ჩაერთეთ ჩვენთან გადაცემაში. მშვიდობებით ძალიან დიდი მადლობა.